საღამოშიდობისა დღეს ორშაბათია, მცირე დაგვიანებით ვიწყებთ სპორტულ ток-შოუ არენას. ჩვენ დღევანდელი გადაცემა აბსოლუტურად სხვა ფორმატში უნდა წარმართულიყო და სხვა თემით დაწყებულიყო, მაგრამ დღეს განვითარებული მოვლენების მიხედვით შეიცვალა ბევრი რამ და ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ რევაზ არველაძე, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი და სულ მალე ჩაგვერთვება გიორგი ჩხიკვიშვილი, ბილეთები ჯის ტექნიკური დირექტორი. მან ვერ მოახერხა სტუდიაში მოსვლა, ეხლა უარის თქმა ეს ნამდვილად არ იყო, რადგანაც აი ამ წუთებშიც მიმდინარეობს რაღაც ტექნიკური სამუშაოები და დაგვთანხმდა რომ ტელეფონით ჩაგვერთვებოდა. ბატონო, დიდი მადლობა მობრძანებისათვის და პრობლემა, რომელიც დღეს არ მოიშვა, თუმცა ბევრი ელოდა ამ პრობლემას, მოდი გულწრფელად ვთქვათ, რადგანაც ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, სხვა ეთერში გაკეთებულმა განცხადებებმა, იგივე ბილეთები ჯის წარმომადგენლების წარმოშვა აზრი, რომ გაიჭედებოდა სერვერი, არ ვიცი როგორ გადაიტვირთებოდა და აქედან გამომდინარე დღეს დაანონსებული 9 საათიდან ბილეთების გაყიდვა ვერ მოხერხდებოდა. პირადად ჩემ თავზე გამოვცადე დილის 7 საათიდან და ვერაფერი ვერ მოვახერხე. ასეთია ძალიან ბევრი ადამიანი. რა მოხდა რეალურად? ეხლა ფეხბურთის ფედერაცია არის ერთ-ერთი პარტნიორი UEFA-ს, ამ შემთხვევაში მთავარი პარტნიორი ქალაქის მერიასთან ერთად ამ თამაშის ორგანიზების და ალბათ თქვენგან საინტერესოა პასუხი. მადლობთ მოწვევისთვის საღამოშიდობის. მოკლედ მე თავიდან მოვუყვები ახლა როგორ მოხდა შეთანხმება და საერთოდ როგორი არის სისტემა და როგორ მუშაობს UEFA ესეთი დონის თამაშებზე. ჩემი ასე ვთქვათ ტექნიკური განათლებიდან გამომდინარე ამდენ დეტალს სერვერთან დაკავშირებით, ამ მას სიმძლავრესთან დაკავშირებით, დაუშვათ იმ გამტარიანობასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იყოს რანაირად, უბრალოდ ამ დეტალებში არ შევალ, იმიტომ რომ არ არის მგონია ეს ჩემი საქმე. საერთოდ ფეხბურთის ფედერაცია აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვენ იცით რომ ყველა გადაწყვეტილება რომელიც უკავშირდება ამ სუპერთასის მატჩს იქნა მიღებული UEFA-ს მიერ. გადაწყებული თბილისის არჩევიდან დამთავრებული ყველა სხვა ხელშეკრულებამდე, რომელიც იყო ამ დროის განმავლობაში. რაც შეეხება ბილეთები ჯისთან ხელშეკრულებას, ეს UEFA-სთვის ბუნებრივი პროცედურა არის. ყველა მოგეხსენება შენ დათო რომ ყველა ესეთი დონის თამაშზე UEFA თუ არ არიგებს იმ გარკვეული რაოდენობის ბილეთებს, დანარჩენი ყველა ბილეთები იყიდება ონლაინ და არც ამ შემთხვევაში საქართველოს და თბილისი არ იყო გამონაკლისი. აქედან გამომდინარე შეირჩა კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე ყველაზე უფრო აქტიური იყო ამ ხრივ და ვისაც მეტნაკლებად კარგი გამოცდილება ჰქონდა ამის. ეს შეთანხმება ბუნებრივია მოხდა ერთობლივად შეხვედრების შემდეგ, მოხდა ყველა პუნქტის გავლის შემდეგ, მოხდა კონტრაქტის შეჯერების შემდეგ და იქნა მიღებული გადაწყვეტილება დაახლოებით, ეხლა ზუსტად ვერ გეტყვით, პლუს მინუს 30,000 ბილეთი უნდა გაეყიდა ბილეთები ჯის. 29,000 რაღაც რაოდენობა იყო. ეს უკვე მე მგონი ბოლო ციფრია. იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ ეს მე ამის დაკლოვანებებზე ვილაპარაკებთ ალბათ ეხლა. ხო. იქიდან გამომდინარე იდეალური სისტემა რომ არა რომ ჩვენ არ გვაქვს ამის გამოცდილება, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენთან მაინც მიჩვეულები არიან სალაროში ყიდვას და ასე შემდეგ. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ფეხბურთის ფედერაცია წავიდა ამ რისკზე გერმანიის თამაშთან, იმიტომ რომ ესეც რაღაც გენერალური რეპეტიციის ნაწილი იყო და იქ ახალი ტურნიკეტები იყო დამონტაჟებული და ჩვენს გვაინტერესებდა ფეხბურთის ფედერაციის სერვერი, როდისმე თუ ასე ვთქვათ გამოგვადგებოდა იმისთვის რომ გვემუშავა ამ სისტემით, ამიტომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეს ერთპილოვნულად იყო გადაწყვეტილი ისე როგორც სხვა ყველა დანარჩენ თამაშებზე, ჩემპიონთა ლიგა იქნება თუ სუპერთასი თუ ევროპა ლიგის ფინალი. ხო, თუმცა მე რამდენადაც მახსოვს, მსგავსი პრობლემა არ ხდება. არა, თავისთავად, ჩვენ ხო არ ვიცოდით რომ გინდა თუ არა ესეთი პრობლემა მოხდებოდა, ხო? ტექნიკური კუთხით ამის უზრუნველყოფა ევალებოდა ამის გარანტია რა თქმა უნდა კომპანიას მიცემული ქონდა. ჩვენ მინდა გვისმენს ბატონი გიორგი და მოდი მაშინ მე დავამთავრებ, რომ მე საერთოდ არ მინდა მაგაზე ლაპარაკი ახლა. პირიქით მე მინდა რომ მაქსიმალურად ბატონი გიორგი იქნება თუ მთელი მისი კომპანია მინდა რომ მაქსიმალურად ყველამ გაიგოს ეს პრობლემა ამ ტექნიკური პრობლემის გამო არ გადავიდეს ასე ვთქვათ სხვა ყველაფერი მივცეთ ამ ადამიანებს საშუალება რომ წვალობენ ვიცი და ცდილობენ რომ ყველაფერი მოწესრიგდეს რაც შეიძლება ჩქარა და ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არ არის დაუშვათ ვისი ბრალი რა არის და ვინმესკენ ხელი რომ გავიშვიროთ ეხლა და ვთქვათ რომ ესე კი არ უნდა ყოფილიყო ესე იყო ყველაფერი დანარჩენი მოგვარებადია იქ თუ რაღაც იურიდიული საკითხებია მოსაგვარებელი იქ თუ რაღაც სადაო საკითხები იქნება ეს ჩემი აზრით ძალიან
არაპირველ მნიშვნელოვანია, ეს უნდა გადაიდოს შემდეგ პლანზე და მთავარია რომ მაყურებელს შეუქმნათ მაქსიმალური კომფორტი, რომ ხვალიდან ან თუ როდესაც იქნება უახლოეს ხანებში მაქსიმალურად ამ შემთხვევაში მარტო ტექნიკური პრობლემებია. ხო, ტექნიკურ პრობლემებზე ვლაპარაკობ რა. ამიტომ ეს არ ამგონია რომ ვინმესთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს ეხლა. მეც არ მსიამოვნებს რომ ვიღაცა უსაფუძვლოდ ფეხბურთის ფედერაციას ადანაშაულებს რაღაცას. ხო, ვისაც მე არ უყვარვარ და ჩვენ არ უყვარვართ, ხო, ეხლა იმას მაინც ვერ დააჯერებ შენ რომ არაფერი შუაში არ არის და ისეთივე სტუმარი ვარ მე ამ თამაშის, ჩემო დათო. როგორც ყველა დანარჩენი ადამიანი, რომელიც მე ამ შემთხვევაში ამ კითხვას არ დავსვამ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ბუნებრივია და ძალიან გამიხარდება. ანალოგიურად შეიძლება ბატონ გიორგი სიამოვნებით მოვისმენ და ვალ მონადინის რეჟიმში რომ უკეთეს ინფორმაციას მოვისმენ და მინდა რომ უსურვო რომ რაც შეიძლება ჩქარა მოგვარდეს ეს პრობლემა. რაც შეიძლება სტუმრებს იგივე მიუხედავად იმისა რომ ჩვენს ეთერში იქნება ეს თამაში იგივენაერთ ეს პრაღა იქნებოდა, კარდიფი იქნებოდა როგორ იგივენაერთ ხდება ყველაფერი და ჩვენს თბილისში მივალთ როგორც სტუმრები ამ შემთხვევაში. ეს სუპერთას ატარებს UEFA. ბატონო გიორგი საღამოშვიდობის, გიორგი ჩხიკვიშვილი ბილეთებიჯის ტექნიკური დირექტორი ყავს სატელეფონო ხაზზე. მე ვთქვი რომ თქვენ ვერ მოახერხეთ კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გადატვირთული გრაფიკის გამო მოსვლა. ბოლოდან ვიწყებ. რა ინფორმაცია და რას ეთქვით მაყურებელს, რომელიც უკვე დილიდან ელოდება ბილეთების ყიდვას? ესე იგი, მივდივართ ბოლოსკენ, როგორც იცით ალბათ, მოხდა გაძლიერება ჩვენი ტექნიკური იმისი ხავის. დაახლოებით ჩვენ ფიქრობთ ასე, ახლოს მომავალში უკვე დავასრულებთ ყველაფერს, შემდეგ გადავცემთ ამ ინფორმაციას ფედერაციას და ფედერაციასთან ერთად მოხდება ალბათ გამოცხადება, როდის დაიწყება უკვე გაფიდვა. შეგადის, ახლა ტექნიკური დეტალებია დანარჩენი. გავზარდეთ რამდენჯერმე თვითონ სისტემის უნარი რომ გავუმკლავდეს ამ ზედმეტ დატვირთვას და მე რა მაინტერესებს, აი თუ თქვენ საუბრობდით დღის განმავლობაში ბევრი კომენტარი მოვისმინე მე პირადად. არ იყო მოლოდინი იმის რომ ძალიან ბევრი მსურველი იქნებოდა დილიდანვე. რამდენზე შეიძლება, რამდენი შეიძლება გათვლა ხო არსებობდა ამის რომ 5-10,000 თუ რამდენი ადამიანი? კი, რასაკვირველი ასე ჩვენ ველოდებოდით ზდას აი ამ მოლოდის საშუალო მაჩვენებებთან შედარებით, მაგრამ რაღაც არანორმალურად დიდი ის იყო რა, დათვის განსაკუთრებით უცხოეთიდან შემოდიოდა და ამბები. აი მე ვთქვი კიდევ ერთ ჩათვლაში 80-დან 100,000 ადამიანი ცდილობდა ებრძოლათ შემოსულიყო და ბილეთი შეეძინა. თქვენ თუ გქონდათ იგივე UEFA-ს ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, რადგანაც ეს არც პირველად ტარდება და არც ბოლოჯერ სუპერთასი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იგივე ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ბილეთები ყიდება ონლაინ. მათ თუ გითხრეს რომ აი დაახლოებით რა რაოდენობის სურველი შეიძლება და მაგათმა გაგვაფრთხილეს ჩვენ, რომ არის ეგეთი შემთხვევები, რომ ზუსტად მაგდროს ყველა კეთილი თუ ცუდი გაზრდით ყველა ცდილობს რომ ამ დროს მოიხმაროს სისტემა, მაგრამ ახლა ჩვენ გამომდინარე იქიდან რომ წინა სუპერთასის მატჩებზე არ იყო ახლა დიდი დასწრება, ჩვენც არ ვარაუდობდით რაღაც დიდ განსაკუთრებულს, მაგრამ ეხლა ბარსელონას ფაქტორმა იმოქმედა და საქართველოს ამაში ფეხბურთის გულშემატკივარი არ დაგეთანხმება. ეს თბილისის ფაქტორია. დაგეთანხმებათ, აქ ეხა მოლოდინი არ იყო ის ბარსელონა იქნებოდა თუ სხვა გუნდი იქნებოდა, ეს მოლოდინი იყო და მე მგონი ყველანი ზუსტად მაგას ვამბობ. აქ რეალობაში ვარ, ცხოვრობ ჩემ გარშემო, ვინც არის ყველას მე ვისაც კი ვიცნობ და ვისაც არ ვიცნობ, ალბათ ყველას სურვილი აქვს და ყველა ძალიან უნდა ამის გაკეთება და ახლა გეთანხმებით აბსოლუტურად ფაქტობრივად ყველა ოჯახის ზიან და ახლა ზუსტად ესეა, ზუსტად ესე ვიყავით ყველა, რადგან ყველას ყავს ოჯახის წევრი და ამ შემთხვევაში ჩვენც დილიდან მე პირდაპირ ვიტყვი დილის 7 საათიდან ვცდილობ შესვლას, მაგრამ არ ხერხდება. კიდევ დეტალი ეს რჩება ბატონო, ალბათ თქვენთანაც უნდა გავიაროთ თუ როგორ ეს ჩვეულებრივად ეს ამობეჭდილი ფურცელი ერთადერთი საბუთი იქნება რომ სტადიონზე ადამიანი შევიდეს. ეს რამდენად გამოიწვევს დისკომფორტს მომხმარებლის, მაყურებლის ამ შემთხვევაში. ახლა სიტუაცია ისეთი არის, რომ აი ამ ბილეთზე ხო გარდა იმისა, რომ რიგი ნომერი და ადგილი წერია სადაც უნდა დაიწყოს, არის აი ამ პიროვნების, ვინც შეისყიდეს იმის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. დიახ. ანუ რეალურად ეს იდენტიფიცირებული ბილეთი არის. ეს არ არის ანონიმური ბილეთი, რომელიც შეგიძლია სხვას გადასცე, ან თუნდაც გადაყიდო. ეს არის ბილეთი, რომელიც გეკუთვნის შენ. საბოლოო ჯამში, არ ვიცი ახლა, გადამყიდველებისგან ალბათ არ ავარ ბოლომდე დაწყვეტილი, მაგრამ ძალიან მინიმუმდამამდეა ეს შანსი დაყვანილი, იმიტომ რომ ახლა სახში ამობეჭდილი და სხვისი სახელგვარიანი ბილეთი არ მგონია რომ ვინდოს კონდეს სულ ეგეთი ბილეთი. სახში ამობეჭდილი ეს არ არის ის ნივთი პრინტერი, რომელიც ყველა ოჯახში ალბათ დამეთანხმებით. გეთანხმებით, მაგრამ
ნუ ორი თვე არის დარჩენილი თამაშამდე და არ უნდა იყოს მე მგონი პრობლემა სადღაც ეს ისიც არის საჭირო ქაღალდზე ამობეჭდილი სტადიონზე არის ტურნიკეტები რომლებიც გავიგე მე ვიცი ეს მაგრამ ხომ არ ჯობდა არ ვიცი ეს თქვენთან არის ეს კითხვა თუ ვის უნდა დაუსვა ხომ არ ჯობდა შემდეგ ეს ფურცელი გადაცვლილიყო ბილეთში რადგანაც ამ ფურცლის გადამრავლება ყველაზე მარტივია კი, მარტივი არის, მაგრამ მე წარმოიდგინეთ ამ ფურცელზე წერია სახელგვარი და პასპორტი და ბილეთი. მოდი მეგეთქვით. ბილეთი არის დავით მინაშვილზე, ჩემი სახელი და გვარი წერია, ჩემი პირადობის ნომერი და მე მივეცი რევაზ არველაძეს ამ შემთხვევაში ის შევიდა და შემდეგ უკვე მეც მაქვს ეს ბილეთი, მე შევედი და უკვე წარვადგენ პირადობის მოწყობას. მე რატო არ მიშვებენ ამ შემთხვევაში? არ გიშვებენ, იმიტომ რომ ჩვენ გვიწერია ყველგან და ბილეთზე წერია, რომ ბილეთი არის ერთი შესვლისთვის. ანუ ერთხელ ბილეთი გავიგე, მაგრამ ხო შეიძლება აქ რაღაცა სახის მაქინაციებს კონდეს ადგილი. რასაკვირველია, ზუსტად ამიტომაც ჩვენ გვიწერია არავითარ შემთხვევაში არ გაასკანეროთ და არ მისცეთ სხვა ეს ბილეთი არის თქვენი, რომელიც უნდა შეინახოთ თქვენთვის. ესე იგი 4-4 ადამიანი ერთად უნდა შევიდეს სტადიონზე, ეს ხო დისკომფორტია კიდევ ერთი. კი, სამწუხაროდ საბედნიეროდ, იმიტომ რომ რაღაც ამბავში ჩვენ თუ გვინდა რომ საერთოდ მოისპოს გადამყიდველების ამბავი რაღაც ამბავში აი ეს გადამყიდველები აქ მე გადამყიდველებზე არ ვსაუბრობ კომფორტზე, რადგანაც მე შეიძლება იმ მომენტში იქ არ ვიყო. და შეიძლება იგივე არის კომფორტის მეგეთახები. შეიძლება იგივე რომ აი ეს ჩემი მეილი, რომელზეც ეს ბილეთი მე მექნება, სიტყვაზე კარგი თქვენც ალბათ კარგად იცით ამ სფეროში მოღვაწეობს ვინც არის ჰაკერი შეიძლება გატეხოს და ჩემი ბილეთი მან აიღოს. კი, შეიძლება. აი უბრალოდ ამას ვიძახ ხომ არ ჯობდა რომ ბილეთებში გადაგვეცვალა შემდეგ. 2 თვეა დარჩენილი. ბილეთი ციცრაშია საქმე. ნუ ბილეთებზე ესეთი ორმაგი დისკომფორტია მაყურებლისთვის. მეორესეთი ნუ აი როგორც თქვი ეს ბილეთი ძალიან ანონიმური არის რა და ეს გაუხსნიდა გზას აი ამ გადამყიდველებს და იმიტომ ფასი იმდენად პატარა არის რა ძალიან ცოტა გაუძლებს სუნებას რომ პატარა ფული არ გაეკეთებინა ამ თემას. ხო არ ვიცი ახლა უბრალოდ ჯერ ფულის გაკეთებამდე ბილეთია საყიდელი ძალიან შორია მე მგონი ვერავინ ვერ იყიდა ეგრე ბილეთით შეიძლება მოგვყარონ ფურთი და არა რა თქმა უნდა ბილეთი შეიძლება დღეს ყველაზე აქტუალური ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი ველი თქვენგან უახლეს ინფორმაციას მე როგორც მაცნობეს ჩვენთანაც აქვთ კავშირი ამ კომპანიის წარმომადგენლებს ჩვენმა კორესპონდენტმა ამოდროულ ფედერაციის პრესამსახურის წარმომადგენელმა ოთარ გიორგანძემ გვაცნობა რომ ჩვენ საიძეც პირველი არხ საიძეც დაიდება უახლეს ინფორმაცია და მაყურებელს შეიძლება იხილოს ამ ყველაფრის შესახებ. ბურთი და მოედანი დღეს არის ყველაზე აქტუალური. მაგრამ აღარ გვეღიმება ამ ბურთი და მოედანზე, იმიტომ რომ დღეს ფეხბურთის გულშემატკივრებმა რომელსაც ძალიან უნდა სტადიონზე წასვლა, აღმოჩნდა და მთელი დღე რეფრეშს აჭერს ხელს რომ რამენერად ბილეთები ჯიზე შევიდეს და აი ეს პრობლემა მე რაზეც ვსაუბრობდი, შეიძლება უკვე შესასვლელში გახდეს პრობლემატური 11 აგვისტოს. ნუ როგორც ახლა მე მივხვდი ამ ბატონი გიასი ხო? გიორგის ნათქვამიდან ხო? საკმაოდ ინფორმირებულია საზოგადოება იმისთვის, საკუთარი ბილეთი, ესე ვთქვათ, არ უნდა გაყიდოს, ან სხვას არ მიცეს და მე ხელახლა თვითონ ასლით არ შევიდეს სტადიონზე, იმიტომ რომ იმას ასლით აღარ შეუშვებენ რა. ესეთი სტაბილიზება დამჭა მე მისი ნათქვამიდან. ბოლომდე დაცული მექანიზმი არ არის. ბოლომდე დაცული მექანიზმი არსად არ არის, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ხა აი იგივე თქვენ შემთხვევაში, როდესაც გერმანია საქართველოს გერმანია იყო, იქ როდესაც ბილეთებზე გადაიცვალა, ის გადამყიდველს ჰქონდა თუ პატიოსამყიდველს ერთი და იგივე ბილეთი ტრიალებდა მაგის მაგინდა. პატიოსამყიდველს ჰქონდა, ის შედიოდა თავისი ბილეთი. კი, გასაგები. აქ შეიძლება რაღაცა პრობლემა დადგეს. ნუ არ ვიცი, ესეთი არის შეთანხმება ეს შეთანხმება იქნა მიღწეული და ამ კომპანიას და საერთოდ თლიანად იყო ეს გენერალური შეთანხმება, რომელზეც ახლა რომლის დეტალებზეც ახლა რა ჯობია რას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე მომსწრე ვარ მაგალითად იტალიაში, საქართველოს იტალიის ნაკრების მატჩს, სადაც აბსოლუტურად ყველა ბილეთი, რომელიც ჰქონდა ქართულ გულშემატკივარს, იყო იმ კვოტიდან, რომელიც ეკუთვნოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ბუნებრივია იქ ვიღაცამ შვილი წამოიყვანა, ცოლის მაგივრად, ვიღაცამ ძმაკაცი წამოიყვანა, მეზობლის მაგივრად და ატყდა ერთი ამბავი, რომ ეს ამას არ ემთხვევა, ეს იმას არ ემთხვევა, ეს როგორ შეიძლება, ეს როგორ არ შეიძლება და ესეთი დიდი დონის თამაშზე იტალიაში ესეთი არაორგანიზებულობა იყო. ეს ახლა არ შეიძლება განსაზღვრო, რომ შენ ახლა ერთი ბილეთი იყიდე და ეს ერთი ბილეთი არის ის სიცოცხლის ბოლომდე შენი და შენ არ შეგიძლია არ შვილს მიცე, ან მეგობარს მიცე, ან იმას მიცე. მაგრამ როგორც ჩანს ეს პრაქტიკა სტადიონზე არავინ არ უშლის არასრულწლოვან და უკაცრავ ბილეთები ვნახე დათო ისა რა ქვია ხო
ყალბი ბილეთები ვნახეთ. ან ნაღდი ბილეთები რა ფასად? ეს ყველგან არის. კი, მეც მინახავს ბევრგან ადამიანები, შეიძლება სახელზეც იცნო, რადგანაც ეს საერთაშორისო მასშტაბით არის, ადამიანები დადიან და ხან პრაღაში არიან, ხან კარდიფში არიან, თბილისში შეიძლება გამოჩნდნენ ის ადამიანები, მაგრამ აქ ძალიან ბევრი პრობლემასთან არის. შეიძლება ადამიანი არის 15 წლის, არასრულწლოვანია. მაგრამ მას მშობელმა უყიდა ბილეთი და მეგობრებთან ერთად წავიდა. არავინ არ უგზავნოს 15 წლის მოზარდს მარტო წასვლა სტადიონზე. მას და ის მშობელიც ხო არ გაყვება, უნდა მიაცილოს. მოკლედ ეხა დრამატიზირება ამის ყველაფრის მე მგონი არ ღირს. მე მგონი დროზე ჯობია ამაზე ლაპარაკი, ვიდრე 11 აგვისტოს რაღაცა სკანდალი მოხდეს სტადიონის გარშემო. ხო, მაგას გეუბნები რა, იქნება ეს დრო იქნას გამოყენებული იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვიძახე, მიზანი მთავარი არის ის, რომ არ იყოს გადაყიდული ბილეთები ბევრი, მაღაზიებში არ იყიდნენ ბილეთები. მაღაზიაში არ იყიდებოდეს, არ იყოს აი ესეთი ასე ვთქვათ, უცნაური საიტები შექმნილი, სადაც $500 და $200 და $150 ბილეთებია, გადაყვა აქ ხალხი იმის საქმის კეთებას, რომ 30 ევროზე ძვირი არ ღირებულიყო ბილეთები და ამიტომ მე პირადად ნახე 290 евро ხო, არის იქ რაღაცა საიტები, რომელსაც აქ დახატული. უცებ ცელდება ეს საზოგადოებაში. სტადიონის გეგმა და იქ ისეთი ადგილები არის გაყიდვაში. ისე დამაჯერებლად არის. ეს ყველაფერი გაკეთებული. მე მგონი საერთოდ ზოგიერთ საიტზე თვალისთვის შეიძლება დამაჯერებელი. მე რამდენიმე ვნახე. ჩავიხედე თუ არა, აი ჩავიხედე თუ არა, არაფერი სტადიონს არ გავდა, გეგმას არ გავდა. ისეთი ადგილები იყიდებოდა, რომელიც არასოდეს არ გაყიდულა თბილისის დინამოს სტადიონი. არა, აქ ერთი მომენტია, რომ აქ ძალიან ბევრი რამ არის შეცვლილი და ეს სტადიონი აღარ იქნება, რაც იყო მაისში. არა, პრესლოჟა გაზრდილია. გავიგე, მაგრამ მე ვიძახი ნუმერაციებს და სექტორებს და მეშვიდე სექტორი, ისევ მეშვიდე სექტორია პირველი არის. მაგრამ იქ რაღაცეები დამატებულია, ზოგიერთი ბილეთი მომხმარებელმა არ იცის სპონსორის ბილეთი, ნისანის თუ რომელია კიდე სპონსორი, ჰაინიკენის სპონსორი. სადაც სპონსორების ადგილია და სადაც ახალი ეს ყველამ ხო არ იცის, რომ ეს სპონსორი. მაგაშია საქმე და ამიტომ არ არის სწორი ის გაკეთებული. ბილეთები ჯის გარდა რეალური მონაცემები და არავის არა. თქვენ თუ გქონდათ UEFA-სთან საუბარი, ბუნებრივია გქონდათ. არ შეიძლება რომ რასთან დაკავშირებით. აი ამასთან ამ შექმნილ სიტუაციასთან. ხო, ეს როდესაც გადაწყვეტილება არა, დღეს. კი, დღეს გქონდა. ხო, აი დღეს მათი პოზიცია საერთოდ არ არის ეხა ეს მდგომარეობა დრამატიზირებული და არ არის ვაივიში არ არის, უბრალოდ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ესეთი რაღაცეები ხდება, თუ კი ესეთი რაღაცეები მოხდებოდა საქართველოში, აუცილებლად იარსებებს ალტერნატიული ვარიანტი, თუ საიტი გაიმართება და დაიწყებს მუშაობას, ამაზე კარგი არაფერი არ იქნება და ბუნებრივად გაგრძელდება ეს პროცესი. გუნდები მიიღებენ დაბეჭდილ ბილეთებს, თავისას სპონსორები და მოწვეული სტუმრები თავისას, ვიბ-ლოჟაში დაპატიჟებული სტუმრები თავისას, აკრედიტაცია თავისას და ასე შემდეგ. დანარჩენი ახლა ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა სულ ყველამ ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ პანიკამ კი არ მოიცვას და ვინმე მის კი არ იფიქროს, რომ აი და всё, ვეღარ მოხდება. ასეც და ისეც 50,000 კაცზე მეტი ამ მილიონნახევრიან ქალაქში მაგ თამაშზე ვერ მოხდება, ხო? ამ 50,000 ძალიან ბევრი იქნება უცხოელი, როგორც. ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიძახი, ხა ბარსელონას ფაქტორი, მაგრამ ჩემის აზრით მთავარი ფაქტორი არის თბილისის ფაქტორი. არის საქართველოს ფაქტორი, არის ამ დიდი სიყვარულის ფაქტორი. ჩელსი ბაიერნი იყო 2 წლის წინ პრაღაში და 18,000-იანი სტადიონი არ გაივსო. იქ იყავით თქვენ. ჩეხებს და ქართველებს შორის ხო ხვდები ემოციურადაც სხვა მომენტია, დისციპლინირებული შეიძლება იყოს სტადიონი შესაძლოა უფრო მეტ ქართველი იყო, მე მგონი ვიდრე ჩეხი. ხო, გასაგებია რა, ხა შენ გინახავს ევროპის რომელიმე ფინალი, სადაც ერთი 100 ქართველი არ შეხვედროდეს რა, მინიმუმ რა. სადაც ყოფილა ძალიან ბევრი. ესე არის რა, თბილისის ფაქტორი, ის რომ ჩვენ ქვეყანაში ფეხბურთი ესე ძალიან უყვართ, ის რომ სოფლიოში ყველაზე მაგარი მომენტია, რომ იმ ადამიანებსაც ეძლევათ შანსი ნახონ აი ეს ყველაზე მაგარი ფეხბურთელი და ყველაზე მაგარი რომელიც ვერ მიდის სამწუხაროდ. ხო, მაგრამ მეორე მხრივ შეხედო დათო, ხო? ბევრად უფრო კომფორტულია, სწორედ გამიგე რა. შეიძლება 75 და 80 წლის ადამიანისთვის ძნელია კომპიუტერით ბილეთის ყიდვა, მაგრამ ამ პაპანაკება სიცხეში, რიგში დგომას, ჭყლეტვას და უბედურებას და შემდეგ გაათმაგებული ფასები. რომ ეხა წარმოიდგინე შენ 3 საათი რიგში რო დგეხარ რომ მიხვალ და რომ გეტყვიან 4 ბილეთზე მეც
არ მოგცემ. ესე იგი 4 კაცი უნდა დადგეს, ხო? თუ ძმა კაცები ხართ რიგში, ხო? ეს ხო, ფეხბურთი არის ყველანი მიდის სამეგობრო. ამის გარდა ხა თუ თბილისში გაიყიდებოდა სალაროებში მხოლოდ ბილეთები, ეს იმას ნიშნავს, რომ სოფლიოდან არა იგივე საქართველოს ქალაქები რატომ სხვა მათაც უნდა ჩამოს. თუნდაც ბათუმიდან, ქუთაისიდან, ან ყვარელიდან, ან თელავიდან ყველას გაუჭირდებოდა, ხო? 4 საათი, 5 საათი. ეს არის შესაძლებლობა რომ ყველას თანაბარი კონდეს, რომ ბილეთები იყიდეს. ესეთი იყო კონცეფცია, ეს კონცეფცია იყო შეთანხმებული და ბუნებრივია ამის საერთო გადაწყვეტილების სათავეში ყოველთვის დგას ის ორგანიზაცია, რომელიც თამაშს ატარებს. მე ახლა რამე შეკითხვას კი არ მინდა გავექცე რა. უბრალოდ ახლა შეიძლება მე ფეხბურთ ფედერაციის პოზიცია და კონკრეტული მაინტერესებს უბრალოდ. არაფერი როგორ გეკადრება შენი გასაგონად კი არ ვიძახი რა. ყოველთვის კიდევ ვიძახი რა. ახლა თუ ვინმეს უნდა რომ გამოიშვიროს ხელი ფეხბურთის ფედერაციისგან, მე პირიქით, მე მინდა რომ არავისკენ ხელი არ გავიშვიროთ და პირიქით მოვაგვაროთ ეს პრობლემები, ამ ადამიანებსაც შეუმსუბუქოთ ის თავისი მდგომარეობა, ხო არ არიან კარგ დღეში, ხო რაღაცა რა თქმა უნდა ყველაზე ცუდ დღეში არიან. ვალდებულება აიღეს და რაღაცა ტექნიკური პრობლემები აქვს რა. ეხლა მაგათი პრობლემებით არავის არაფერი არ დაემატება რა. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა. უბრალოდ ეს პრობლემები მაინც გასათვლელი იყო. მე ვჩები ამ პოზიციაზე, მაინც რაც არ უნდა იყოს, რომ ის რომ ძალიან დიდი ნაკადი იქნება შენი ძახი რომ სალაროში გაყიდვა ჯობდა? არა, სალაროში ნაკადი არა, უბრალოდ ეს ტექნიკური პრობლემა. ეს ვაუჩერი იყოს ბილეთის სასახები. არა, თუ ეს ტექნიკური პრობლემა ეხლა გვარდება და ეხლა უკვე რომელი საათიდან, არ ვიცი, 15 წუთში, 1 საათში თუ 2 საათში შეიძლება, ეს ხო შეიძლებოდა თავიდან. და თუ აი ხე ერთ მარტივ რამეს გეტყვი რა, ძალიან მჭირდებოდა, აი ძალიან ახალგაზრდა ბიჭისთვის, რომელიც ქართველი ბიჭისთვის, რომელიც ჩამოვიდა ბერლინში და მოგვაგნო იქ და ნახეთ და წავედი ვიცოდი ეს კომპანია რომელიც ყიდდა ბილეთებს ოფიციალურად რა ოფიციალურად ყიდდა ბილეთებს რა საკმაოდ ძვირად მაგრამ გადამყიდველები იყვნენ ოღონდ ოფიციალური კომპანია იყო მივედი იქა და თუ არ გექნებოდა ხელში კრედიტკარტა თუ არ გექნებოდა ამ კრედიტკარტაზე ფული იქვე თუ არ გაივლიდე ავტორიზაციას და იქვე თუ კრედიტკარტით ონლაინ არ იყიდიდი ბილეთს ჯიბიდან ქეში რა მოგეღო ორმაგი არ გაძლევდა ბილეთს. ეხლა მე კი არ ვიჩემებ რომ ეს არის საუკეთესო რაღაცა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს რაღაცა კონცეპტუალური და მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ნაკლები, ასე ვთქვათ, ფულის მოძრაობა იყოს ქეშად. ამას თავი გავანებოთ, ორგანიზაციული პრობლემები არის კიდევ ერთი საშიში, რადგანაც საქართველოს გერმანიას შორის მომხდარი ამ ინციდენტების UEFA არ არის კმაყოფილი ამ თამაშს ორგანიზებთ 50000 евро რამდენადაც მე ვიცი. UEFA კმაყოფილია ძალიან თლიანობაში თამაშის ორგანიზებით, ძალიან კმაყოფილია, აბსოლუტურად არაფერი შენიშვნა არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ტურნიკეტები პირველად იტესტებოდა, ელექტრონული ბილეთები. შიგნით შევიდეთ ტურნიკეტები ვიცი. გავიგე. ერთადერთი პრობლემა რაც იყო, ეს იყო მოედანზე გადახტომის პრობლემა. ეს ძალიან დიდი პრობლემა არის. რიგი მიზეზების გამო, ჩემის აზრით, ჩვენ მინიმალური ჯარიმით გამოვედით, იმიტომ რომ იქ არ იყო აგრესია, იქ არ იყო დაუშვათ. ხო, აგრესია არ იყო. და ყველაფერი გათვალისწინებადია, მაგრამ ხა რაც რეგლამენტში წერია, იმაზე ცოტა ფულს ვერაზოს ვერ გადაიხდი, ხო? აი ეხლა აქედან გამომდინარე. ეხლა არის კიდევ, რადგანაც UEFA ატარებს, ვიცით, მაგრამ UEFA-ს არ ჩამოყავს გერმანელი და ინგლისელი სტიუარდები. სტიუარდები არიან ქართველი. გასაგებია, სტიუარდების მომზადება მიდის, გაგრძელდება კიდევ ბოლომდე. გავიარეთ, ბევრი შეხვედრა გაკეთდა, ბევრი ტესტი ჩატერდა, პოლიცია არის ჩართული, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ჩართული, შეთანხმებულია დაუშვათ ამუნიცია პოლიციის, ისინი იქნებიან ფორმებში, მაგრამ არ იქნებიან შეიარაღებული დაუშვათ სხვადასხვა. ხო, არა, შეიარაღება ხა შეიარაღება მე ის არ მიგულისხმია, იარაღი არ მიგულისხმია, აი რომ ჩაცმულობა ვიგულისხმ ამუნიცია, ვიგულისხმ სპეციალური. და ბუნებრივია ხე ეს იქნება უფრო მეტად დაცული და ეს შეცდომები იქნება გათვალის თქვენ რომ ნახოთ რამ სიმაღლიდან არის სამი კაცი გადმოხტარი ვიცი მე აი არ ვიცი რატო მაგრამ უყურებდი ამას აი ზუსტად იმ მომენტში გავიხდი მაგას არავინ არ თვლიდა რა იმ მომენტში ხე იქიდან რომ კაცი გადმოხტებოდა გადმოხტა მაგრამ იქ იმდენი პოლიციელი იყო რომელიც ძალიან გვიან გამოფხიზდნენ ყველა მოტრიალებული იყო მოედნისკენ კი ვაღიარებთ ნამდვილად ეგეთი მე კარდიფშიც ვნახებ მოედანზე გადმოხტომები და ყველა თამაშზე ვნახე უემბლიზე ბარსელონა მანჩესტერი იყო გადმოხტა ეს ხო ჩვენ არა ეს არ არის გამოსავალი არ გაგვათავისუფლებს ამ 50000-ის გადახდილი ეს არ არის იქ რახან არის ეს არ ნიშნავს აკაცი ჩვენი თავარი მიზანი რა არის ის რასაც ეს თამაში ემსახურებოდა აი ზუსტად ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის, საქართველოსი
წარმოდგენას და წარმოჩინებას. ხო, მაგრამ მე არ გონია დღეს უცხოეთიდან ვინც ინტერნეტით შედიოდა ბილეთის საყიდლად ის ბედნიერი იყოს, თუ რა კარგია. მე შევდივარ ხოლმე ბილეთის საყიდლად გერმანულ საიტებზე და ვერ ვყიდულობ რა ბილეთს, მაგრამ არ ვაგინებ არც ბერლინის მერს და არც ბერლინის გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას და არა, გიყიდია ჩემპიონთა ლიგის ბილეთი რა. არა. მიდი აბა ცადე ერთი იყიდე რა. არა, არ მიყიდავ. მიდი ერთხელ მაინც იყიდე რა. ნიზლავი დავდოთ და იყიდე რა. ეხლა ყველაფერი მართლა ესე მუქფერებში კი არ არის და ესე ჩვენ უნდა ვეცადოთ ეხლა რომ ყველაფერი ჩატარდეს მაღალ დონეზე. თავარი რა არის? ყველამ უნდა გააკეთოს. ეს 6000 კაცი იქნება თუ 8000 კაცი იქნება. რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩამოვიდეს, ხო? ეხლა რაც შტაბ-ეშტილებებით შენიცი ალბათ, ხო? რა შტაბ-ეშტილებებით წავიდა ბარსელონა, არ ამგონია რომ ადვილი იყოს ბარსელონაზე. ხო, ბარსელონას მოხიბლა ადვილი არ არის. შტაბ-ეშტილებების მოხდენა, ხო? ჩამოვიდა ხალხი თან აი ზუსტად ის ხალხი ვინც წლების განმავლობაში პროტოკოლს ემსახურება, გადაადგილება, ვენიუ, ისა რა ქვია, სასტუმრო, აი ესეთი რაღაცები და ნუ დანარჩენი ხა მთელი სტუმარი. ეს კარგია რა თქმა უნდა. ამიტომ ეს არის ჩვენი მიზანი ხა რა ყველაზე მთავარი მიზანი ეს არის. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა რა, მე არ მინდა რომ ეს მაყურებელი დავტვირთო იმითი რომ ეხლა აი გაათენონ ღამეები და იფიქრონ ჩემო საყვარლებო ძმებო და დებო ეს ესე იქნება ვიღაცა ყველა შემთხვევაში ძალიან გამართულიც რო იყოს ეს საიტი ახლა რა უნდა იყოს iPhone-ი რო იყოს ან Amazon-ის საიტი რო იყოს რომელიც თუნდაც ყველაზე მეტ რამეს ატარებს რომ მაინც სულ 32000 თუ რაღაც 30000 ბილეთი უნდა გაიყიდოს ინტერნეტით დანარჩენი უნდა დაურიგდეს სტუმრებს იმას რა ქვია სპონსორებს და VIP მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოგვარდება და რასაც ველოდით ამდენი ხანი მთელი ამ 3 წლის განმავლობაში რომ რაც გაირკვა 3 წელი ხდება მალე რაღაც არ მახსოვს რომ როცა გადაწყდა რომ თბილისში იქნებოდა ისა რა ქვია სუპერთასი რაღაც არ მახსოვს მიტინგი ჩვენ ფედერაციასთან მადლობის სათქმელი და რაღაცა ერთი ბილეთები არა პრობლემა ხო გახსოვს ეგეთი მიტინგი მადლობის სათქმელი მე მახსოვს როდის გადაწყდა და მეც გაკვირვებული ვიყავი პირდაპირ ეს მაშინაც აუხსნა შენ იყავი ჩემთან ერთად კიევში ხო უბრალოდ შენ იყავი გამოცხადებაზე რა მაგრამ ნუ იცოდი რომ გამოცხადება მოხდება ხო უცბად ვაღიარებ მაშინაც თქვენს ბატონ ზვიაცაც ვეუბნებოდი რომ არ მჯერა სადამ არ გამოცხადდება ეს ყველაფერი მაგრამ საბედნიეროდ ეს ყველაფერი მოხდა ეხლა მიზანი სხვა არის ეს კარგია მიზანი არის კარგად ჩატარება და იმ ხალხის დაგმაყოფილება აი UEFA რატო არის ძალიან მაგარი ორგანიზაცია იმიტომ რომ აი ამ პრობლემებს და აი ამ რაღაცა შეფერხებებს ხო ძალიან ჩვეულებრივად ხდება გაგებით და ცდილობს ეს უნდა ჩატარდეს ეს პრობლემები ჩვენ უნდა გადავიტანოთ უნებრივია რომ მინიმალიზირებული თუ იქნება უკეთესი იქნება იმიტომ რომ ნამდვილად არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას ბატონ დავით ჩვენ გვინდა რომ კიდე ჩავატაროთ ესეთი თამაშები კიდე ჩავატაროთ ახალგაზრდული უფრო მნიშვნელოვანი ტურნირები და ეს გამოცდილება ჩვენ გვჭირდება ყოველთვის რაღაცის დასაწყისში გვაქვს პრობლემები რა თქმა უნდა და კიდევ ერთი თემა არ შეიძლება ამაზე არ კითხოთ ჯაბა კანკავა ეს დღეს გახდა ცნობილი ძალიან უცნაური იყო რომ მან გამოტოვა არ უნდა გამოეტოვებინა მაგრამ ვიღაცის შეცდომა მოხდა რა ხდება ეხლა რაც შეეხება ამ ამბავს გაურკვევლად არ მინდა რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანის ბრალეულობაზე ვილაპარაკო ამიტომ ბოდიში მოვითხოვ რომ არ ვიტყვი ეხლა დაუშვათ რა იქნება როგორ და რანაირად სანქცია იქნება ვინმეს ამის გულისთვის საყვედური ექნება თუ უფრო მეტი ამიტომ ამას თავარი წვნელი თან ერთად გავივლით, გავარკვევთ და მე რო გითხრათ რომ ზეპირად ვიცი ეგ რეგლამენტი და შიგნით ვიხედებიან ჩემი პირდაპირი ის იმის ქვეშ არის ეს რაღაცის ქვეშ ვერ ვიტყვი მაგრამ დანარჩენი რატომ მოხდა რა დროს გახდა ეს ცნობილი რატომ აღარ იქნა ის გამოძახებული თუ უფრო სწორედ ან ალბათ მაგის დროც არ იყო რომ ყოფილიყო მაგასაც გავარკვევთ და ბუნებრივია ფეხბურთის ფედერაცია ამაზე გააკეთებს ცალკე განცხადებას. ხო. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. იმედია მაყურებელმა მიიღო ამ უწურავი ინფორმაცია ბილეთებთან დაკავშირებით და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ სულ მალე გამოსწორდება ეს ყველაფერი. ეს მოვუგეთ. ამაზე ვისაუბრებ ძალიან კარგი უბრალოდ ყველაფერს ერთად ვერ ვიტყვით ჩამოლენ და აუცილებლად ვიტყვით არა ეს ხა ისე დაიწყო ტურნირი და ეს ლამდელებზე პრეზიდენტს ყაზახეთში ჩვენიერი დაწყება იყო მართლა ძალიან კარგი ასეთი რამ როდესაც არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ იმ პერიოდში რაც ჩვენ ეთერში ვიქნებით გამოცხადდება რომ ჩაირთო
ვებგვერდი მე აუცილებლად გეტყვით ამის შესახებ. ახლა კი დიდი მადლობა ყველას ერთად გისურვებთ ბილეთების აღებას. ამ რეკლამამდე მეც ვერაფერს ვერ გეტყვით, თქვენ კი დიდი მადლობა. პირიქით, დიდი მადლობა. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ახლა ისევ ფეხბურთზე გავნაგდოთ საუბარს. დღეს წილისყრა იყო UEFA-ს შტაბ-ბინაში, როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების გაერკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც შეხვდება ქართულ კლუბებს. დავიწყოთ, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგი და ზოგადად ვნახოთ თუ ვინ შეხვდება ქართულ კლუბებს ჩემპიონთა ლიგაზე. გორის დილას მეტოქე იქნება სერბეთის ჩემპიონი ბელგრადის პარტიზანი, შემდეგ ევროპის ლიგა თბილისის დინამო აზერბაიჯანის გაბალა შეხვდება, ბათუმის დინამო კვიპროსის ომონიას, ხოლო ცხინვალი რუმინეთის ბოტოშანს. ყველაზე ამოუცნობი ალბათ ჩვენი გულშემატკივრისთვის გუნდი. აი ეს არის წილისყრის შედეგები. ჩვენ ახლა მე უბრალოდ ძალიან მოკლედ წარმოგიდგენთ ამ გუნდებს და დავიწყებ რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგი 14, 15, 21, 22 ივლისს ჯერ არ იყო ოფიციალურად UEFA-ს ვებგვერდზე მითითებული თარიღი თუ რომელ დღეს არის ეს ორი თამაში, ალბათ ხვალ უკვე ან ზეგ მაქსიმუმ იქნება გარკვეული ეს ყველაფერი. რაც შეეხება პარტიზანს, ეს ძალიან ცნობილი გუნდია, მეორე სახელიც მეტყველებს ბევრ რამეზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსებული გუნდი, იუგოსლავიის სახალხო არმიის სპორტული კლუბის გუნდი გახლავთ და იუგოსლაველი პარტიზანების სახელი ქვია მათ საპატივსაცემლოდ. ტიტულებით სერბეთის მეორე გუნდი გახლავთ, ცროენა ზვეზდა უფრო ტიტულოვანია და მუდმივი დერბია ესეთია ამ დერბის სახელი, რომელიც ბელგრადში ტარდება და ხშირად ტრაგიკულადაც კი სრულდება. რაც შეეხება ბოლო პერიოდს, პარტიზანი გაცილებით უკეთ ასპარეზობს ვიდრე მათი მეტოქე, ბოლო 8 სეზონში გუნდი 7-ჯერ ჩემპიონი გახდა. ეს თქვენს ეკრანზე სტადიონი იყო, რომელზეც მოუწევს გორის დილას თამაში. მაგ საოცარი მაყურებელია მაინც, მაგრამ მე ვფიქრობ გორელები შეძლებენ და წარმატებით ითამაშებენ. მათ აქვთ ამის გამოცდილება. რაც შეეხება კიდევ ერთხელ მეორე პარტიზანს, კარგი გუნდია, ბევრი კარგი ფეხბურთელია. ბოლო ტრანსფერი არის ბულგარელი ვალერი ბოშინოვი, ერთ პერიოდში მიჩნეული ძალიან ნიჭიერ ტალანტად, თუმცა სერიას კლუბებში მან ბოლომდე ვერ გამოიჩინა თავი, ახლა კი უკვე პარტიზანის შემადგენლობაშია. იმასაც გეტყვით, რომ გასულ წელსაც გუნდი რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგას თამაშობდა, ლუდოგორესთან დათმო 2 რაუნდიანი დაპირისპირება და შემდეგ ევროპის ლიგაზე ჯგუფში არც თუ წარმატებით გამოვიდა. ჩვენი კორესპონდენტი დღეს შეხვდა გორელებს და გთავაზობთ ინტერვიუს. იქიდან გამომდინარე რა გუნდებიც იყო ჩამონაცვალში, სასურველ გუნდად ნამდვილად განიხილებოდა, თუმცა პარტიზანი ძალზე კარგი გუნდია, საინტერესო ფეხბურთს თამაშობს. სრული ინფორმაცია მაქვს მე პირადად პარტიზანის შესახებ, იქიდან გამომდინარე ჩვენ სერბი ფიზმომზადების მცდელი გვაქვს. სწორედ დღეს კენჭისყრამდე გამიხილავდით ამ საკითხს და რატომაც ფიქრობდით, რომ პარტიზანი იქნებოდა ჩვენი მეტოქელი. გორის დილა რა თქმა უნდა მაქსიმალურად მომზადებული შეხვდება ამ თამაშს და მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ეტაპი დაძლიოს. წარმატებას უსურვებთ ახალგაზრდა მთავრობის უჩა სოსიაშვილის და მის გუნდს. გორელები ძლიერდებიან და ამაზე უკვე მომდენო გადაცემებში ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. რაც შეეხება ევროპის ლიგას, პირველი მეტოქე მოდი ვთქვათ გაბალაზე, თბილისის დინამოს მეტოქეზე. დინამო განთესილთა შორის იყო და შედარებით მაინც უფრო სუსტი მეტოქე ყავს. 13,000-იანი ქალაქია გაბალა და დაარსებიდან 10 წელი გავიდა ამ გუნდის და იუბილეზე, მცირე იუბილეზე მეორედ მოიპოვა აზერბაიჯანის ჩემპიონატში საპრიზო ადგილი და ევროთასებზე ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა. გასულ წელს გოლი ვერ გაიტანა გაბალამ, ბოსნიურ შიროკი ბრეკთან ორივე მატჩი წააგო. უგოლოდ გუნდი საკუთარ მატჩებს 8000-იან ძალიან პატარა ლამა სტადიონზე ატარებს და მიუხედავად მცირე ისტორიისა, გუნდმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო თავისი მწვრთნელებით. დორინელ მუნტიანო, ცნობილი რუმინელი ფეხბურთელი, ყველას ახსოვს. რუსი სპეციალისტი, ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი იქ გაითქვა სახელი იური სიომენიც, ბევრმა იცის ალბათ და განსაკუთრებით ინგლისელი ტონი ადამსი, რომელიც დღესდღეობით კლუბის პრეზიდენტი გახლავთ. საინტერესო გუნდია გაბალა, უამრავი ლეგიონერი თამაშობს. აქ არის უკრაინელი ოლეგს გაი, სენეგალელი ვიქტორ მენდი, ნიგერიელი ეკი ხოეუხსონი, ბრაზილიელი დოდო. ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ითვლებიან ლიდერებად ამ გუნდში. აქ არიან აზერბაიჯანელი ფეხბურთელები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი აზრია ეს ჩვეულებრივი გულშემატკივრის, რომ დინამოსთვის პრობლემა გაბალა არ უნდა იყოს, რადგანაც დინამო გაცილებით მეც ნიშნავს ალბათ ვიდრე აზერბაიჯანული გაბალა. ახლა ჩვენ დინამო იმყოფება შეკრებაზე, ჩვენ შეგვიძლია გიეგე გუჩაძის სატელეფონო კომენტარი მოვისმინოთ. პირველ რიგში რა თქმა უნდა მინდა ყველა ქართულ გუნდს მონაწილეს ევროტურნირებში წარმატებები უსურვო. რაც შეეხება ჩვენს მოწინააღმდეგეს, მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ინფორმაცია გამოჩნია უმწურავი. ეხლა შემიძლია იმის თქმა, რომ
ნამდვილად არ გვექნება ევროლიგაში ეირნება და ვფიქრობ საკმაოდ რთული თამაშები გველის წინ, თუმცა უფრო მეტი ის საშუალება მომეცემა, როცა მეტი ინფორმაცია მექნება. რაც შეეხება ევროპის ლიგაზე კიდევ ორ გუნდს, ბათუმის დინამო მოხვდა კვიპროსის ომონიასთან. კვიპროსის გუნდი საკმაოდ კარგი გუნდია, ქვეყნის 20 გზის ჩემპიონი გახლავთ, ყველაფერს რომ თავი გაავნებოთ. თავის დროზე 90-იან წლებში ჩვენთვის ალბათ ცნობილი გახდა თუნდაც იმ ფაქტით, რომ იქ ორი ქართველი ფეხბურთელი, გოჩა გოგრიჭიანი და დავით ყიზილაშვილი თამაშობდნენ. დღეს გუნდში უჩალობჟანიძე თამაშობს, როგორც მოგეხსენებათ. გასულ სეზონში ომონია ევროპის ლიგაზე ასპარეზობდა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან პლეი-ოფამდე მივიდა, სადაც მოსკოვის დინამოსთან ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ბათუმელთა მეტოქია კვიპროსის ომონია, გუნდი ძლიერდება, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ბარიერის გადაულახავია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, უბრალოდ სხვანაირად არ შეიძლება ალბათ ვიყოთ ოპტიმისტები და ბათუმელებსაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი ხნის პაუზის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ ევროასპარეზზე და წარმატება უსურვოთ. ბათუმელებიც იმყოფებიან შეკრებაზე, როგორც მოგეხსენებათ. დღეს ჩვენ დაუკავშირდით ოთარ ფედიჩკის კლუბის დირექტორს და მასთან სატელეფონო საუბარს გთავაზობთ. თურქეთში იმყოფება ჩვენი გუნდის შეკრებაზე, იმზადება ამ თამაშისთვის უკვე ბიჭებს უკვე ვესაუბრე და ყველამ გაიგო. ძალიან რთული მეტოქი არის. ორი წუთში გვექნება ჩვენ ქალაქ ზესტაფონში თამაში. აი ყველას ხო, აი ბათუმის დინამოს გულშემატკივრებს რო ჩამოვიდნენ და ბათუმის დინამოს ხარი დაუჭირონ ხომაგობით. ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ჩვენი ბიჭები უზას უჩადებენ და თავად გულშემატკივრებს გაახარებენ და ტრადიციულად აქვს აროს ასოცხნა ბათუმის დინამო ეროსაზურებს. საფეხბურთო კლუბი ცხინვალი ამ გუნდის სახელის ასპარეზობა სარბიელზე ალბათ გაცილებით ბევრს ნიშნავს, ვიდრე ეს მხოლოდ ფეხბურთი არის. ცხინვალელები ემზადებიან და მათაც გაარკვიეს დღეს თავისი მეტოქე და ყველაზე უცნაური გუნდი რაც შეიძლება და ალბათ ყოფილიყო მეტოქეთაგან ბოტოშანი. ასეთი გუნდი მე არ ვიცი ფეხბურთის გულშემატკივრმა რამდენად იცის. 100,000-იანი ქალაქია ამ სახელწოდების, ასევე ბოტოშანი რუმინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში და ამ სახელწოდების გუნდი 14 წლის წინ შეიქმნა მხოლოდ რამდენიმე კლუბის გაერთიანების. მეორე სეზონი გაატარა გუნდმა მხოლოდ და მხოლოდ უმაღლეს ლიგაში, ლიგა 1 ქვია რუმინეთში. წინა სეზონში ბოტოშანი გავიდა მერვე ადგილზე. მიუხედავად ამისა, მის წინ 4 გუნდი, რომელიც იმყოფებოდა მესამე, მეოთხე არა და შემდეგ მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მათ არ ჰქონდათ UEFA-ს ლიცენზია, შესაბამისი ლიცენზია და რა თქმა უნდა ევროპის ლიგაზე ვერ ითამაშეს. ასე რომ ბოტოშანი გახდა ის გუნდი, ამ სტადიონზე ჩაატარებს თავის შეხვედრას ცხინვალთანაც 12,000-იანი სტადიონია. გუნდში არც ერთი არც აქამდე ყოფილა და არც ახლა ერიცხება ვინმე ისეთი სახელოვანი ფეხბურთელი, რომელზეც შეიძლება აქცენტი გავაკეთოთ, თუმცა ლეგიონერები არიან ბულგარელი, კამერუნელი, შოტლანდიელი, ჰოლანდიელი, გერმანელი, ალბათ ისინი დარჩებიან გუნდში, ჯერ გუნდი ბოლომდე არ არის დაკომპლექტებული, როგორც მოგეხსენებათ და ვფიქრობ ძალიან საინტერესო დაპირისპირება ექნება ბოტოშანის ოფიციალურ ვებგვერდზე. ჯერ კიდევ ცხინვალი სპარტაკად მოიხსენიება საფეხბურთო კლუბი ცხინვალი, ასე რომ ისინი გაერკვევიან რა არის ცხინვალი, რას წარმოადგენს ცხინვალი და ამ ყველაფერს ჩვენ რა თქმა უნდა ვნახოთ კახა კაჭარავას ინტერვიუ, რომელიც თბილისში იმყოფება და ჩვენი კორესპონდენტი მას წილისყრის შემდეგ შეხვდა. მე ვერ ვიტყვი რომ ხა ჩვენზე თქვა დაბალი დონეა გამომდინარე იქიდან ხა რუმინეთის ნაკრების და კლუბები წარმატებულად გამოდიან თქვენ იცით რომ გამოდიან წელს უკან ჩვენ დინამო თბილისი ეთამაშა სტიაუას დამარცხდა გამომდინარე აქედან რომ ეს გუნდი მერვე ადგილზე იმყოფება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ხმათ გვაქვს ამ გუნდის შესახებ რომ ინფორმაცია ეგეთი არ არსებობს მაგრამ ერთი ვიცით რომ ამ გუნდმა ჩაატარა ორი ამხანაგური თამაში ერთი მოიგო ერთი დამარცხდა 25-ი აქ დონეცკის შახტიორთან ამხანაგური თამაში ჩვენ გვეგმავთ რომ ჩვენი წარმომადგენელი გავაგზავნოთ ამ თამაშზე აი ამ თამაშის მერე მოკლე ვთქვათ წარმოდგენა ამ გუნდის შესახებ გვექნება მე აქვე გეტყვით რომ დღეს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაც გაიმართა სავარაუდო მეტოქეები ცნობილია გეტყვით უბრალოდ დინამო თბილისი გაბალას შორის გამარჯვებული დაუპირისპირდება სლოვენიელ დომჟალესა და სერბეთის ჩუკარჩიკ შორის გამარჯვებული ბათუმის დინამო კვიპროსის ომონიას შორის გამარჯვებული ლიტვის კროიასა და პოლონურ იაგელონიას შორის გამარჯვებულს ხოლო ცხინვალი ბოტოშანის გამარჯვებულის მეტოქე უკვე ცნობილია ეს ერთი გუნდი ეს არის ძალიან ძლიერი ვარშავის ლეგია ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა წარმატება უსურვო ქართულ გუნდებს ჩვენ მომავალ გადაცემებში აუცილებლად დაუბრუნდებით
ამ თემას დღეს არც არის ინფორმაცია, რომელ თამაშს შემოგთავაზებთ, რომლის პირდაპირ რეპორტაჟი მოხერხდება, უბრალოდ ამ ყველაფერზე ცოტა დრო არის საჭირო, ჩამოყალიბება არის საჭირო. მე ვფიქრობ და საკმაოდ ოპტიმისტურადაც ვარ განწყობილი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი რეკლამა და გადაცემის მომდევნო ნაწილში უკვე ევროპულ თამაშებზე ვისაუბრებთ. ბაქოში გრძელდება პირველი ევროპული თამაშები და მაქსიმალურად არის პირველი არხი ჩართული მის გაშუქებაში, როგორც მოიხსენება დილიდან გვიანობამდე პირდაპირ რეპორტაჟებია და უახლოესი ინფორმაციიდან ჩაგვერთვება ბაქოდან ნინო გაბელია. ნინო, მოგესალმები და გისმენთ. დავით, მოგესალმები. პირველ ევროპულ თამაშებზე დღეს ქართველი სპორტსმენები გამოვიდნენ 4 სპორტის სახეობაში. დილიდან მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა. სროლაში წყვილთა შორის იასპარეზეს ნინო სალუქვაძემ ვაჟთან ერთად, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად, თუმცა მათ მედლების მოპოვება ვერ შეძლეს. მე-14 ადგილი დაიკავეს და ამ დისციპლინაში პირველი, მეორე და მესამე ადგილები გერმანიამ, საბერძნეთმა და რუსეთმა გაინაწილეს. რაც შეეხება ქართულ მშვილდოსანს, ლაშა ფხაკაძეს, მან დღეს იასპარეზა მამაკაცთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრში. პირველი შეხვედრა პოლონელს მოუგო ლაშა ფხაკაძემ, მეორეში კი ბელორუსთან დამარცხდა და იგი გამოეთიშა შეჯიბრს. ასევე დღესვე იასპარეზეს ქართულმა მძლეოსნებმა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მერვე ადგილი დაიკავეს. დღევანდელი დღე იყო მნიშვნელოვანი სამბოსთვის. ქართულმა სამბისტებმა 3 მედალი მოიპოვეს, თუმცა ეს არ არის უმაღლესი სინჯის მედალი, რადგანაც ჩვენ გულშემატკივრები ყოველთვის მათგან მაღალ შედეგებს ველოდებით და მათ აქვთ კიდევაც ეს შედეგები, თუმცა დღეს ქართულმა სამბისტებმა 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გაყოფილი არ ვარ, მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ დაზაბულ ბრძოლაში გავიღეს მედალი. გავმარცხე სოფიოს და ევროპის ჩემპიონთან გასული წლის და ძალიან ვარ ემოციები მაქვს და შეიძლება ბევრი რამ ვერ დავუმატო, მაგრამ ეხლა სულ წაგება ჯობდა რა მესამე ადგილი. სიმბოლურია, რომ ბაქოს პირველი ევროპული თამაშების მე-10 დღეს საქართველოს აქვს 10 მედალი და ჩემთან ერთად ეხლა იმყოფება ქართული დელეგაციის მისიის ხელმძღვანელი ბატონი ელგუჯა ბერიშვილი. ბატონ გუჯა, დღეს უკვე გვაქვს დღეის ჩათვლით, რაც დაიწყო თამაშები 10 მედალი. დღევანდელი შედეგებით რამდენად ხართ ყოფილი და ზოგადად ეს განვლილი პერიოდი რომ შევაფასეთ? დღევანდელი შედეგებით მიუხედავად იმისა, რომ 3 მედალი ავიღეთ, მაინც უკმაყოფილი ვარ და მე მგონია ასე რომ სამბოს ნაკრების მცველები და ფედერაციის ხელმძღვანელები იმდენ ჩვენ ველოდით ოქროს და სამწუხაროდ ჯეჯებებით ეს ოქრო არ გვაქვს, თუმცა რა თქმა უნდა 3 მედალი ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად, იმიტომ რომ ესეთი შეჯიბრებაა, სადაც ყველა საუკეთესო სპორტსმენი გამოდის და გამარჯვება, მედლის მოპოვება თავისთავად დიდ წარმატებად ითვლება. და სამბოს ყოველთვის გვანებივრებდა თქვენ ახლა აღნიშნეთ ამ მაღალი შედეგებით. ასე უნდა აღვნიშნოთ, დღეს გამოვიდა ჩვენი მშვილდოსნებმა პირველი მედალი შეზინა ქართულ დელეგაციას. დღეს მშვილდოსნები, მსროლელები, ასევე მძლეოსნები გამოვიდნენ. აი მათ ასპარეზობაზეც რა შეეხება მშვილდოსნებს, მაგათ უკვე პრინციპში გააკეთეს თავიანთი საქმე, რა კი მოახერხეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს შერეულ წყვილებში. მერეც იყო მცდელობა მედლის მოპოვებისა, იყო შანსი, მაგრამ ეს შანსები სამწუხაროდ ვერ გამოიყენეს. რაც შეეხება მსროლელებს, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ იქაც კარგი შედეგები გვექნებოდა, მით უმეტეს რომ ამ გუნდს სათავეში უდგას ჩვენი ლეგენდარული სპორტსმენი ნინო სალუქვაძე, მაგრამ რასიზმ სპორტია, ყველაფერი ხდება. დანარჩენ სახეობებს, რაც შეეხება, ჩვენ უკვე ფაქტიურად 80% ჩვენი სპორტსმენებისა უკვე გამოვიდა ამ თამაშებზე. დარჩა 4 სახეობა, მათ შორის კრივი, რომელიც თავიდანვე იყო ჩაბმული ამ ტურნირში, ჩვენ დაგვჭა ერთი სპორტსმენი, რომელიც ხვალ გამოვა, აბაშიძე გვარად, რომელიც იბრძოლებს მედლისთვის, თუ მოიგო ხვალინდელი შეხვედრა, ეს იმას ნიშნავს, რომ მედალი გარანტირებულია. მძლეოსნებად დღეს დაამთავრეს, აქ იყო გუნდური შეჯიბრება, ცოტა უცნაურია ზოგადად, მძლეოსნობა და გუნდური შეჯიბრება. პირადი რო ყოფილიყო, მაგალითად, ჩვენი რამდენიმე სპორტსმენი, მათ შორის სიგრძეზე ხვდომელი ხორავა მოიპოვებდა ოქროს მედალს, რომელსაც გაიმარჯვა სიგრძეზე ხდომაში, სამწუხაროდ გუნდური თამაშდება და ჩვენს ნაკრებს აქ შანსი არ აქვს საფრთხეზე ადგილზე გავიდეს. ბატონ გუჯა, აღნიშნოთ აი გუშინდელი ძალიან სასიამოვნო
განცებრება სალომე ფაჟავასთან დაკავშირებით. ეს იყო ფანტასტიკური გოგონა, არის ფანტასტიკური გოგონა, რომელმაც საოცარი სპორტული ჟინი გამოავლინა, ზოგიერთ მამაკაც ჩვენ სპორტსმენს შეშურდება, ისე ვაჟკაცურად, ასე თქვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, იბრძოლა და ღირსი იყო, რა თქმა უნდა, არა მარტო ბრინჯაოს მედლის გაცილებით მეტის და რამდენიმე მედლისაც, იმიტომ რომ ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო აი ამ ტურნირისა და მაგალითია სხვებისთვის, აი როგორ შეიძლება მონდომებამ აი ესეც შედეგი მოუტანოს თვითონ სპორტსმენს და მთელ ქართულ დელეგაციას. ბატონო გუჯად, ჩვენ კიდევ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, იმიტომ რომ ევროპული თამაშების დასრულებამდე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ არაერთი სპორტსმენი გამოვა კიდევ ამ თამაშებზე და რა თქმა უნდა ძიუდო, საიდანაც გულშემატკივარი და ჩვენ ყველა ველოდებით მედლებს და ძიუდო ჩამოდის ძალიან კარგი შემადგენლობით. ახლა ძიუდო უკვე რამდენიმე წუთის ძიუდოისტები დაფრინდნენ ბაქოს აეროპორტზე, ხა მოემართებიან ოლიმპიური სოფლისკენ, ჩვენ მათ ბუნებრივია შევხვდებით, დავაბინავებთ, ყველა პირობა შევუქმნით, როგორც ყველა დანარჩენ ჩვენი სპორტის სახეობის წარმომადგენლებს, იმისთვის რომ აი ბოლო დღეები მართლა კარგად დავამთავროთ, ისე მოხდა რომ ძიუდოისტებმა უნდა თქვან თავიანთი სათქმელი კიდევ ერთხელ და ყველა ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარი აქ ჩვენი დელეგაცია ყველანი ვინც აი ამ მოვლენებს თვალს ვადევნებთ ბუნებრივია ველოდებით მართლა კარგ შედეგს და აი ეს ბოლო დღეები ჩვენთვის წარმატებული იქნება და აუცილებლად გვეყოლებიან ჩემპიონები, იმიტომ რომ ჩვენ ჭირდება ჰიმნის აჟღერება აი აქ ბაქოში პირველ ევროპულ თამაშებზე. და ბატონ გუჯა, ბოლო შეკითხვით მოგმართავთ, ზოგადად რამდენად ხართ კმაყოფილი ამ პირველი თამაშებით ორგანიზაციულ საკითხებზე რა სიტყვის და აი ამ ყველაფერზე? რაც შეეხება ორგანიზაციულ საკითხებს, მე ესე მგონია, რომ დიდ ოლიმპიურ თამაშებზე უმყოფები არაერთ ასეთ შეჯიბრებაზე ყოფილვარ და მართლა ისეთი შტაბეშლილება იქნება და ეს არა მარტო მე ვინც სხვა დიდ ოლიმპიურ თამაშებზე ყოფილა, ყველა იგივეს ამბობს, მართლა საუცხოოდ არის ორგანიზებული. ეს პირველივე დღიდან გამოჩნდა აეროპორტიდან, როცა ჩვენ ჩამოვედით და აკრედიტაცია გავიარეთ, იქიდან მოყოლებული, აი დღევანდელი დღით დამთავრებული არის ძალიან მაღალ დონეზე ყველაფერი და ამას ვამბობ გადაუჭარბებლად და ამაში ალბათ თქვენს დარწმუნდით როგორც ჟურნალისტი, ყველაფერი კარგად არის და იმედია რომ კარგად დამთავრდება ჩვენთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ აუცილებლად ჭირდება ოქროს медали და ამას ძიუდოისტები გააკეთებენ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გუჯამ, პირველი ევროპული თამაშების დასრულებამდე დარჩენილია 6 დღე, ჩვენ გვაქვს 10 მედალი საქართველოს ნაკრებს, თუმცა სპორტსმენებისგან ამ დარჩენილ დღეებში კიდევ უფრო მაღალ შედეგებს ველოდებით. დიდი მადლობა, ნინო გაბელია საუბრობდა ბაქოდან, კარგია სიმბოლიზმი, კარგია მე-10 დღეს მე-10 медали, მაგრამ ცოტაა, ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება, გაცილებით უფრო დიდი ამბიცია ჰქონდათ აქ ამ სტუდიაში მყოფ სპორტსმენებს, რომლებიც მიემგზავრებოდნენ და ყველანი რა თქმა უნდა არ იყვნენ, მაგრამ თითოეული მათგანი, ყველა სახეობის წარმომადგენელი ფაქტურად ღიად აცხადებდა იმ მოსალოდნელი წარმატებების შესახებ. თუმცა მე ვფიქრობ, მათ ჩვენ აუცილებლად დავუპატიჟებთ ისევ მომდევნო ორშაბათს გადაცემაში და იმაზეც უნდა ისაუბრონ, თუ რატომ ვერ მოახერხეს ახლა მედლების მოპოვება. კიდევ ერთხელ კი არა, ბევრჯერ უნდა აჟღერდეს ალბათ ისევ საქართველოს ჰიმნი, რისი მოლოდინიც იყო მინიმუმ რამდენჯერმე მაინც და ჩვენ გთავაზობთ სიუჟეტებს მთელი ამ ხნის განმავლობაში თუ როგორ გამოვიდნენ ქართველი სპორტსმენები და ვიწყებთ ხატრული ტანვარჯიშით, რადგანაც მთავარი ნათელი წერტილი საქართველოს დელეგაციის მართლაც იყო სალომე ფაჟავა, მიუხედავად ერთადერთი ბრინჯაოს მედლისა, მან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მართლაც საფრთხოვანებაში მოიყვანა თავისი გამოსვლით გულშემატკივარი. რიგით მე-7 მედალი ქართულ დელეგაციას სალომე ფაჟავამ ევროპული თამაშების მე-9 დღეს მოუტანა. მედლამდე 17 წლის მხატვრულმა ტანმოვარჯიშემ 19 ივნის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, სადაც 20 სპორტსმენი ერთმანეთს 4 სხვადასხვა დისციპლინაში ეჯიბრებოდა. თითოეულიდან კი 6 საუკეთესო ფინალში გადიოდა. საბოლოოდ სალომემ საუკეთესო 6 ოლში მოხვედრა 4-ვე დისციპლინაში მოახერხა. ფინალში იგი 3 მათგანში ბაფთა, გურზები და ბურთი მე-4 ადგილით შევიდა. რგოლით კი მე-5 შედეგი აჩვენა. ამავე დღეს 4-ვე დისციპლინაში აღებული ქულების ჯამით მრავალჭიდის მედლები გათამაშდა, სადაც ფაჟავამ 71.9 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა. ქართველი გოგონა ბელორუს ბრინჯაოს პრიზიორ მელიტინა სტანიუოტას ზუსტად 2 ქულით ჩამორჩა. ჩემპიონ რუს იანა კუდრიალცევასთან კი 4.8 წააგო. კარგი ნიშნები მივიღე და 4-ვე საგანში მოვხვდი ფინალში, რომელიც გაიმართება 21-ში. და ვფიქრობ, რომ
მთელი ძალისხმევით გამოვედი და ის გამოვაჩვენე, რაც შემეძლო. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება უკეთესი შედეგის ჩვენება, მაგრამ მეხუთე ადგილი ძალიან კარგია ჩემთვის ესეთ დიდ მასშტაბურ ტურნირზე. რაც შეეხება ცალკე სახეობების ფინალებს, სალომე ჯერ გოლით ასპარეზობაში გამოვიდა, სადაც 18.5 მიასედი ქულა მიიღო და მეოთხე ადგილს დასჯერდა. ამ დისციპლინაში იგი ბრინჯაოს მედლის მფლობელ ისრაელის წარმომადგენელ ნეტა რივკინს 1 მიათედით ჩამორჩა. ოქროს მედალოსან მარგარიტა მამუნსკი 8 მიათედით. შემდეგ გოგონები ერთმანეთს ბურთით გაეჯიბრნენ და სალომე 18 ქულით აქაც მეოთხე იყო. ამ შემთხვევაში მედლამდე მას 2 მიათედი დააკლდა. ჩემპიონობამდე კი თითქმის 1 ქულა. ბაქოს ტანვარჯიშის დარბაზში გამართული მესამე დისციპლინის ფინალი გურზებით გამოსვლაში იყო. ქართველი სპორტსმენი მსაჯების გადაწყვეტილებით 18.1 ქულით აქაც მეოთხე იყო და ბრინჯაოს მედალოსან ბელორუს გოგონას მხოლოდ 5 მიასედით ჩამორჩა. არადა ქართულ მოტივებზე შესრულებულმა ნომერმა ტრიბუნებზე მსხვერპლი პუბლიკის აშკარა სიმპათია დაიმსახურა. თუმცა როგორც უკვე აღნიშნეთ, სალომე უმედლოდ მაინც არ დარჩენილა. ბოლო დისციპლინაში, სადაც სპორტსმენები ბაფთებით გამოდიოდნენ, მან რეი ჩარლზის უკრავ ჰიტზე შესრულებული ვარჯიშისთვის 17.95 მიასედი ქულა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. აი ისეთი ბედნიერი ვარ, რომ არ ვიცი. ტიროდი ეხლაც არ მჯერა, რომ მესამე ადგილი ავიღე. აი ძალიან მიხარია და მიხარია, რომ საქართველოს დროშა ავიდა და პედესტალზე ვიდექი და ჩემი დიდი ოცნება ასრულდა. ბაქოს ევროპულ თამაშებზე 17 წლის სალომე ფაჟავას მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედალი არა მარტო დღევანდელი წარმატება, არამედ სამომავლო ოპტიმიზმის საფუძველიცაა. წინ რიოს ოლიმპიური თამაშებია და ასე გაგრძელების შემთხვევაში მას როგორც მინიმუმ ლიცენზიის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს. მადლობა სალომეს და კიდევ ერთხელ და ვფიქრობ ამ გოგონას წარმატებები მართლა ჯერ ყველაფერი წინა აქ და ის ისევ ასახელებს თავის ქვეყანას. რაც შეეხება კიდევ სახეობებს, ასევე მინდა აღვნიშნო შვილდოსნების გამოსვლა, რადგანაც მათგანაც მოულოდნელი იყო შერეულ წყვილთა შორის, ძალიან სერიოზული კონკურენტები ყავდათ მათ და ზოგადად შვილდოსნებს სულ რაღაცა პატარა აკლდებოდათ ყველა მათგანს ინდივიდუალურ სახეობებში და გოგონებსაც გუნდურ შეჯიბრში წარმატებისათვის და მათი გამოსვლა შეიძლება მეტნაკლებად დადებითად შეფასდეს. საქართველოს ნაკრებს ევროპული თამაშების პირველი медаლი მშვილდოსნებმა მოუტანეს. საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენების შედეგებით ხათუნა ნარიმაინძისა და ლაშა ფხაკაძის წყვილი 29 გუნდში მესამე ნომრად განითესა და მერვედ ფინალში მეტოქეთ სიმონა ბანცილასა და დანიელ ციორნეის რუმინული წყვილი შეხვდა. 4 სეტიანი შეხვედრის პირველი სეტი ქართულმა დუეტმა 38-22 მოიგო. მეორეში 38 ქულის აღება რუმინელებმა შეძლეს და შესაბამისად საერთო ანგარიშიც გაათანაბრეს. ფრედ 36-26 დასრულდა მესამე სეტი. ბოლო გადამწყვეტი გასროლა ქართველებმა უკეთესად შეასრულეს და მეოთხედ ფინალშიც გავიდნენ, სადაც ესპანელები ალისა მარინი და მიგელ ალვარინო გარსია ელოდნენ. სოფლიო რეიტინგის მე-16 ადგილოსთან დაპირისპირება ბევრად უფრო რთული გამოდგა. პირველი სეტი ჩვენი ნაკრების გამარჯვებით 36-34 დასრულდა. მეორეში ქართველებმა მხოლოდ 31 ქულის აღება მოახერხეს, რითაც ესპანეთის ნაკრებმა კარგად ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. ერთი ქულით 35-34 ვიმარჯვეთ მესამე პერიოდში. დასკვნით სეტში კი 4 ცხრიანით აღებულ 36 ქულას პირენეელებმა 2 10-იანითა და 2 ცხრიანით უპასუხეს და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი რაუნდი დაინიშნა. ფხაკაძემაც და ნარიმაინძემაც ის არის ცხრიანში მოარტყეს. მარინის 7-იანის შემდეგ კი გამარჯვებულის ბედი ნაადრევად გაირკვა. ნახევარფინალში ქართველთა მეტოქე შედარებით სუსტი სლოვენია იყო, რაც შედეგზეც აისახა. ხათუნასა და ლაშასწყვილმა 3 სეტიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ფინალში ისე გავიდა, რომ მეოთხე პერიოდის ჩატარება საჭირო აღარ გახდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ჩვენი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-11 ადგილოსანი იტალიის ნაკრები იყო, რომლის შემადგენლობაში ჯერ კიდევ ბარსელონას ოლიმპიური თამაშების პრიზიორი 45 წლის ნატალია ვალუევა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოქროს და პეკინის ვერცხლის პრიზიორი მაურო ნესპოლი იყვნენ. მიუხედავად მეტოქეთა ტიტულებისა და გამოცდილებისა, პირველი სეტი ლაშა ფხაკაძის 2 10-იანის ხარჯზე ქართველებმა 36-34 მოიგეს.
მაგრამ შემდეგ ორ სეტში აპენილებმა საოცარი სიზუსტით ისროლეს. 39-39 ქულა მოაგროვეს და საერთო ანგარიში 4-2 დაწინაურდნენ. ბოლო გადამწყვეტ რაუნდში ქართველებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ. რისთვისაც ნარიმაინძის უკანასკნელ გასროლაზე 9-იანი საკმარისი იქნებოდა. მაგრამ ხათუნამ 8 ქულა მოიპოვა და შედეგად სეტი 36-36. მთლიანად შეხვედრა კი 5-3 დასრულდა. და ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე საბოლოოდ იტალიის ჰიმნმა გაიჟღერა. ძალიან გახარებულები ვართ და მაქსიმუმი გავაკეთეთ დღეს ნამდვილად რაც შეგვეძლო რა. ძალიან გახარებული ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ და ვამბობ რომ მე ქვეყნისთვის ამაყი ვარ. ედლის მოპოვების იმედი იყო ქალთა გუნდურ ასპარეზობაშიც, სადაც კვალიფიკაციაში ლობჟაინძე ესებუა ნარიმაინძის ტრიო მეხუთე იყო. მერვედ ფინალში მათ დიდი ბრიტანეთის ნაკრები 5-3 დაამარცხეს. უკრაინასთან გამართული მეოთხედ ფინალის დამატებით მეხუთე სეტში კი სამივე ქართველმა 9-იანში მოარტყა. 27 ქულა მოაგროვეს უკრაინელებმაც, მაგრამ საერთო ჯამური შედეგით 214-212 დამარცხდნენ და ასპარეზობას გამოვეთიშეთ. ქართველი მშვილდოსანი ქალებისთვის წარუმატებელი გამოდგა ინდივიდუალური ტურნირიც. პირველ სეტში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ თურქ ბეგუნჰალ უნსალთან ზედიზედ 3 სეტში დამარცხდა ქრისტინე ესებუა და ასპარეზობა საწყის ეტაპზევე გამოეთიშა. მედლებისთვის ბრძოლა მერვედ ფინალში დაასრულეს ხათუნა ნარიმაინძემ და იულია ლობჟაინძემ. ორივე მათგანმა ორ-ორი ეტაპი წარმატებით გაიარა, მაგრამ საბოლოოდ იულიამ მომავალ ბრინჯაოს პრიზიორ ესპანელ ალისა მარინთან 6-2 წააგო. ხათუნა კი 6-4 თურქ იასემინ ანაგოსთან დამარცხდა და მეოთხედფინალებმა ქართველთა გარეშე ჩაიარა. რაც შეეხება კაცთა ინდივიდუალურ შეჯიბს, აქ ლაშა ფხაკაძემ, რომელიც კვალიფიკაციაში ნაჩვენების შედეგით 64 სპორტსმენში მეათე იყო, 32 ფინალში სლოვენიური ბარიერი მარტივად 3 სეტში დაძლია. პოლონელ მარეკ ზაფრანთან გამართულ მე-16 ფინალურ დაპირისპირებაში 21 წლის ქართველმა პირველი 2 სეტი ფრედ დაასრულა. მესამე და მეოთხე კი შესაბამისად 28-25 და 27-23 მოიგო და მეხუთე სეტის გამართვა საჭირო აღარ გახდა. მერვედ ფინალში ლაშას მეტოქედ სოფლიო რეიტინგის მე-19 ნომერი 31 წლის ბელორუსი ანტონ პრილეპოვი ერგო. აღნიშნული დაპირისპირება გადამწყვეტ მეხუთე სეტამდე მივიდა, სადაც ლაშამ ისარი 10-იანში, 9-იანში და 8-იანში მოარტყა. წინასწარი შეფასებით იგივე შედეგი ჰქონდა ბელორუს მშვილდოსანსაც, მაგრამ გადამოწმების შემდეგ მსაჯებმა 1 ქულა დაუმატეს და შემდეგ ეტაპზეც პრილოპოვი გავიდა. საბოლოოდ ქართველმა მშვილდოსნებმა ბაქოში გამოსვლა შერეულ წყვილებში აღებული ერთადერთი მედლით დაასრულეს. დღეისათვის მოპოვებული 10 მედლიდან 5 თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ანგარიში არის. თუმცა ოქრო აქაც არ არის, მაგრამ ძნელია მათზეც თქო რომ წარუმატებლად გამოვიდა გუნდი. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დისკვალიფიკაცია გასაგებია და იგივე დავით ლაშაძეც იბრძოდა ბრინჯაოსათვის. კენჭაძე რებეშაში იყო, ასე რომ ყველა მონაწილე ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. ყველაფერი გააკეთეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ 10 მოპოვებული მედლიდან ჯერჯერობით 5 სწორედ მათ ანგარიშია. პირველი მედლები საქართველოს ყულობაში 17 ივნისს ჩაიყარა. სწორედ ამ დღეს ჩაერთვნენ ბაქოს ევროპულ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც. პირველივე დღეს 4 წონითი კატეგორიიდან რევაზ მინდორაშვილის შეგირდების 3-ის ნახევარფინალში გავიდნენ. უმსუბუქეს ზონაში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მერვედ ფინალში რუმინელ ანდრეი დუდკოვს მშრალი ანგარიშით 3-0 წლია. სულ რაღაც წუთსა და 40 წამში დაასრულა მეოთხედფინალური დაპირისპირება ალბანელი ისლამ ისლამაჟის წინააღმდეგ, რომელიც 10-0-ზე ლადოს აშკარა უპირატესობის გამო შეწყდა. ამის შემდეგ კი იყო ნახევარფინალი, რომელსაც სხვადასხვა სახის გამოხმაურება მოჰყვა და რომლის შესახებაც ალბათ კიდევ ბევრს ისაუბრებენ. ულადისალო ანდრეევსისა და ხინჩეგაშვილის დაპირისპირების მეორე სეტის სტარტზე, როდესაც ბელორუსი 2-1 იგებდა, საჭიდაო ეპიზოდში ლადოს ხელი მეტოქეს სახეში შემთხვევით მოხვდა. პასუხად კი ანდრეევსმა სრულიად შეგნებულად ქართველ სპორტსმენს სილა გააწნა. რის შემდეგაც მოვლენები ისე განვითარდა, რომ აშკარად სპორტის სხვა სახეობაში გადაიზარდა. შედეგად ორივე სპორტსმენი შეჯიბრიდან მოხსნეს და ოქროს მოპოვების რეალური შანსიც ხელიდან ფაქტობრივად წაუგებლად გაუშვით. საერთოდ ხელის დაარტყმა და ესეთი რაღაცა უხერხობა ყოველთვის ისჯება და რომ მსაჯები ყოველთვის გადაწყვეტილებას იღებს. შეიძლება შესაძლებელიც იყო რომ არ მიიღოთ გადაწყვეტილება, არ იღებდა მსაჯი გადაწყვეტილებას თვითონ არბიტრი. თქვენ ალბათ ნახეთ რომ ხულას და გაფრთხილებას აძლევდა და გაგრძელდებოდა ჩვეულებრივ, მაგრამ ხელმძღვანელობა, იქ ევროპის ფედერაციის პრეზიდენტი და ყველა იქიჯდა ვიცე-პრეზიდენტები და დასაჯეს ორივე მოჭიდავე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინციდენტი ამავე სპორტსმენებს შორის ადრეც მომხდარა, მაგრამ მაშინ ხინჩეგაშვილს მეტოქისთვის პასუხი არ გაუცია და მხოლოდ ბელორუსი დაისაჯა.
65 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარუმატებელი გამოდგა ნაკრების დებიუტანტის ავთანდილ კენჭაძის გამოსვლა. იგი პირველივე შეხვედრაში იტალიელ ფრანკო ჯამიზო მარკესთან დამარცხდა. თანაბარი ანგარიშით 4-4 დასრულებული ორთაბრძოლა აპენინელმა 4 ხულიანი გდების ხარჯზე მოიგო. ავთოს კი 1-2 ხულიანი და 2 ერთქულიანი ფანდი ჰქონდა შესრულებული. მართალია საბოლოოდ მარკესმა ფინალამდეც მიაღწია, რითაც კენჭაძეს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი გაუჩნდა, მაგრამ 19 წლის ქართველმა ამით ვერ ისარგებლა. დამამშვიდებელ რაუნდში თურქ მუსტაფა კაიასთან დრამატულ ორთაბრძოლაში 13-14 დამარცხდა. მოჭიდავეთაგან ევროპული თამაშების პირველი медаლი კი ჯუმბერ ყველაშვილის ანგარიშზეა, რომელიც შეჯიბრში მე-16 ფინალიდან ჩაერთო, სადაც უკრაინის სახელით მოასპარეზე რუსტამ დუდაევს აშკარა უპირატესობით საქმე ვადამდე მოუმთავრა. ნერვიულობის გარეშე ჩაიარა მისმა მერვეთ ფინალურმა დაპირისპირებამ გერმანელ გეორგ ჰარტთანაც. პირველ ნახევარში მინიმალური ანგარიშით 3-2 გამარჯვების შემდეგ კორელმა სპორტსმენმა მეტოქეს 4 უპასუხო ქულა ართვა და მეოთხედ ფინალში გავიდა, სადაც პოლონელი კრისტიან ბროზოვსკის ელოდა. ძიმე და დაძაბული ორთაბრძოლის პირველი სეტი 23 წლის ქართველმა სპორტსმენმა მეტოქის გაფრთხილების ხარჯზე 1-0 მოიგო. მეორე ნახევარი კი ფრედ დასრულდა და საბოლოოდ ნახევარფინალშიც ყველაშვილი გავიდა. ფინალში გადასასვლელი შეხვედრა რუს ანიურ გედუევთან ჯაბამ უხერხულად დავარდნის შემდეგ ვადამდე შეწყვიტა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გედუევი ამ დროისთვის უკვე 8-0 იგებდა და გამარჯვებას დამსახურებულად მოიპოვა. მედლისთვის ბრძოლაში ყველაშვილის მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის პრიზიორი ბელორუსი ალი შაბანაუ იყო, რომელსაც პირველ ნახევარში 6-3 აჯობა. მეორეში კი 0-2 დამარცხდა, თუმცა საბოლოო გამარჯვებისა და კვარცხლბოქსზე ასვლისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა. რაც შეეხება ვერცხლის მედალს, იგი 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ელიზბარ ოდიკაძის ანგარიშზეა, რომელმაც მერვეთ ფინალში ლიტველი მანდუგას რუმბიტასის 3 წუთსა და 24 წამში ძლევით დაიწყო. მეოთხედ ფინალში ოდიკაძის მეტოქე სლოვაკი იოზეფ იალოვარი იყო, რომელსაც საწყის სამწუთეულში 6-2 წლია. მეორე ნახევარი კი მოჭიდავეებმა უქულოდ დაასრულეს. ნახევარფინალში 26 წლის თბილისელ სპორტსმენს ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი უკრაინელი ვალერი ანდრეიცევი შეხვდა და ტიტულოვან მეტოქესთან გამართული ბრძოლაც მძიმე გამოდგა. პირველ პერიოდში უკრაინელმა 2 გაფრთხილების ხარჯზე 2-0 მოიგო. შეხვედრის დასრულებამდე ოდიკაძემ ანგარიში 2 ხულიანი გდებით გაათანაბრა, მაგრამ მალევე კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღო, თუმცა საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე მოწინააღმდეგე ჩოქმჯენში გადაიყვანა და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი მოჭიდავის მეტოქე კიდევ ერთი ტიტულოვანი სპორტსმენი, ევროპის სამგზისა და მსოფლიოს ჩემპიონი აზერბაიჯანელი ხეთაკ გაზიუმოვი იყო. მასპინძელთა ნაკრების ლიდერმა ოდიკაძეს ორივე პერიოდი თითო ქულიანი სხვაობით 1-0 და 2-1 მოუგო და საკუთარ ტიტულებს კიდევ ერთი შემატა. ელიზბარი კი ვერცხლის медаლს დასჯერდა. მეორე დღეს ჰეიდარ ალიევის სახელობის დარბაზში ჩემპიონები დარჩენილ 4 წონით კატეგორიაში გამოვიდნენ და მინდორაშვილის გაწვრთნილებმა 4-ვეში მედლისთვის იჭიდავეს. ქართველთა მონაგარს კიდევ ერთი ვერცხლის медаლი შემატა 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ლომთაძე. ქუთაისელმა სპორტსმენმა მერვეთ ფინალში უკრაინელი ვასილი შუპტარი პირველივე სეტში 12-1 დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე დაძაბულ ბრძოლაში 10-8 წლია რუმინელ ივან გუიდეას. მარტივად დროის ამოწურვამდე მოუგო ბულგარელ ვლადისლავ ველიკოვს. გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუს ალექსანდრ ბოგომოევს დაუპირისპირდა. დაძაბული ფინალის პირველი პერიოდი ფრედ 6-6 დასრულდა და მეტოქეებმა თითო 4 ხულიანი და 2 ხულიანი გდებები გაცვალეს. მეორე ნახევარში კი ბოგომოევი ისევ 4 ქულით დაწინაურდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 18 წამით ადრე ლომთაძემ გდება შეასრულა, რომელიც მსაჯებმა 2 ქულით შეაფასეს. ქართველმა სპორტსმენმა და სამწვრთნელო შტაბმა არბიტრთა გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რასაც სამწუხაროდ უარყოფითი შედეგი მოჰყვა. იმავე ფანჯზე 2 ქულა რუსსაც დაუწერეს. ერთი საჯარიმო ქულა დაუკმაყოფილებელი პროტესტისთვისაც დაუმატეს და საბოლოოდ შეხვედრაც ლომთაძის 8-13 მარცხით დასრულდა. დღის მეორე медаლი 86 კილოგრამში მოასპარეზე სანდრო ამინაშვილის ანგარიშზე იყო, რომელმაც მთელი ტურნირი პირველ შეხვედრაში რუმინელ გეორგიტა სტეფანთან მიღებული ტრამვის ფონზე ჩაატარა. აღნიშნული დაპირისპირება სანდრომ 8-0 მოიგო. ამის შემდეგ მერვეთ ფინალში 8-1 ძლია უკრაინელ დმიტრო როჩნიაკს. ამას მოჰყვა 4-1 გამარჯვება სომხეთის წარმომადგენელ მუსა მურთაზალიევთან და ნახევარფინალურ ეტაპზე თანაბარ ბრძოლაში განცდილი 5-3 მარცხი მოლდოველ პიოტრ იანულოვთან. რაც შეეხება ბრინჯაოს მედლისთვის უნგრელ იშტვან ვერებთან გამართულ ორთაბრძოლას, აქ სანდრომ პირველი ნახევარი 0-2 წააგო, მაგრამ მეორეში მეტოქე 3 უპასუხო ქულა აუღო და საბოლოოდ ნაკრების დებიუტანტი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე წავიდა. ასევე ბრინჯაოს медаლს დასჯერდა ქართული დელეგაციის ერთ-ერთი იმედი და წონის ფავორიტი მძიმეწონუსანი გენო პეტრიაშვილიც. 21 წლის გორელი ნახევარფინალამდე 2 მარტივი გამარჯვებით მივიდა.
გენომ მერვე და მეოთხე ფინალებში შესაბამისად 11 და 10-0 მაკედონიელი და უკრაინელი სპორტსმენები დაამარცხა. ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსი პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონ ბელორუს ალექსანდრ შემაროვთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შედეგად დაკარგა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი სომხეთის სახელით მოასპარეზე მისთვის კარგად ნაცნობ ლევან ბერიენძეს 5 უპასუხო ქულა აუღო და საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი მოუტანა. საბოლოოდ ბაქოს ევროპულ თამაშებზე გამოსვლა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ეს ალბათ საერთო ჯამში კარგი შედეგია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის ქუჩაზე მდებარე ჰეიდარ ალიევის დარბაზში ჯერ ჩვენი ქვეყნის ჰიმნი არ გაჟღერებულა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებამდე ჰეიდარ ალიევის სასახლეში, სპორტის სასახლეში სწორედ ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები ასპარეზობდნენ. არათუ ჰიმნის გაჟღერება მათ საერთოდ მედლის მოპოვებას ვერ მოახერხეს, რაც რა თქმა უნდა ძალიან ცუდ შედეგად უნდა ჩავთვალოს. და 14 ივნის ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის არენა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას დაეთმო. ევროპულ თამაშებზე ზაფხულის ოლიმპიადებისგან განსხვავებით მოჭიდავეები 8 წონით კატეგორიაში გადანაწილდნენ და ბეგი დარჩია მას აზერბაიჯანის დედაქალაქში შესაბამისად 8 სპორტსმენი იახლა. პირველ დღეს ასპარეზობაში 4 მათგანი ჩაერთო. 59 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრაში დამარცხდა გიზო მელაძე. 20 წლის ქართველმა პირველი სეტი მასპინძელ ელმან მუხთაროვთან პირწმინდად 5-0 დათმო. მეორეში სხვაობის შემცირება შეძლო, მაგრამ საბოლოოდ 5-3 დამარცხდა და მუხთაროვის ნახევარფინალში წაგების შემდეგ მედლებისთვის ბრძოლის შანსი საბოლოოდ დაკარგა. იგივე ბედი ეწია 98 კილოგრამში მოასპარეზე მიხეილ ქაჯაიას. მერვედფინალურ ეტაპზე მან იტალიელი დიაგორო ტიმუჩინის წინააღმდეგობა ვერ დასძლია. საკვალიფიკაციო ეტაპი შვეიცარიელი ჟონას ბოსერის დამარცხებით გადალახა 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა გობაძე. პირველ პერიოდში 2-0 გამარჯვების შემდეგ მან მეორეში ამდენივე ქულა დაკარგა. მაგრამ ერთი თავადაც აიღო და საბოლოოდ 3-2 გაიმარჯვა. მერვედფინალში 21 წლის ქართველ სპორტსმენს ბელორუსი ვიქტორ სასუნოვსკი ელოდა და დასვენებულმა მეტოქემ გობაძის ძლევა მარტივად 2 წუთსა და 4 წამში აშკარა უპირატესობით მოახერხა. ამ დღეს გადამწყვეტ შეხვედრამდე ერთადერთმა ქართველმა მოჭიდავემ მინდია წულუკიძემ მიაღწია. 71 კილოგრამი წონითი კატეგორიის ასპარეზობაში იგი მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ნორვეგიელი პეტერ კარლსენი 7-3 დაამარცხა. მეოთხედ ფინალში კი რუს იური დენისოვთან გამართულ შეხვედრაში მართალია სპორტსმენებმა ქულების თანაბარი რაოდენობა მოაგროვეს, მაგრამ რუს 2 ერთქულიანი და 1 ორქულიანი ფანდი ჰქონდა შესრულებული. მიდიამ კი 2 ორქულიანი გდება გააკეთა და მეტოქე სწორედ ამ კომპონენტით აჯობა. ნახევარფინალში წულუკიძის მეტოქე უნგრელი ბალინტ კორპასი იყო, რომელიც პირველ პერიოდში 4-0 დაწინაურდა. მეორე კი ფრედ 3-3 დასრულდა და შედეგად ფინალშიც უნგრელი გავიდა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრას, აქ მინდიას მეტოქე გერმანელი ფრენკ შტაბლერი იყო და ქართველი მოჭიდავე პირველ სეტში აქაც 4-0 დამარცხდა. ამის შემდეგ მეორეში მართალია 4 ქულა თავადაც აიღო, მაგრამ უკმად არც გერმანელი ყოფილა და საბოლოოდ წულუკიძემ მხოლოდ მე-5 ადგილს დასჭერდა. უმედლო დარჩენა უფრო დასანანი გამოდგა მეორე დღეს, როცა ამისთვის თითო გამარჯვება დააკლდა ზურაბ დათუნაშვილსა და იაკობ ქაჯაიას. პირველი მათგანი ასპარეზობაში 75 კილოგრამის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, სადაც უქულო პირველი ნახევრის შემდეგ მეორეში 2-1 გაიმარჯვა და მერვედფინალში თურქ კუს ემრახზე გავიდა. სანახაობრივ და უქულიან შეხვედრაში ზურაბმა პირველი პერიოდი 6-8 დათმო. ორთაბრძოლა დათუნაშვილისთვის არასასრული სცენარითა და ანგარიშით მიმდინარეობდა მეორე ნახევრის უკანასკნელ წამებამდეც. მაგრამ აქ მან მისთვის უკვე ჩვეული საოცარი ფანდი შეასრულა და მეტოქე გაოგნებული. გულშემატკივარი კი აღფრთოვანებული დატოვა. რაც თავარია ამ გდების შედეგად 12-10 მოიგო და მეოთხედ ფინალშიც გავიდა, სადაც ბულგარელ იოვარ იანაკიევს დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელთან დათუნაშვილმა 1 ორქულიანი გდება შეასრულა. მეტოქეს კი ქულაზე მეტი არ დაუთმო და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა. ფინალში გადასასვლელად ზურაბს მომავალი ჩემპიონი აზერბაიჯანელი ელვინ მურსალევი უნდა დაემარცხებინა. მაგრამ საბოლოოდ მასპინძლის გულშემატკივრისა თუ უბრალოდ მეტოქის სიძლიერის გამო ამის გაკეთება ვერ შეძლო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო. რეპეშაჟის ფინალში ქართველი სპორტსმენის მოწინააღმდეგე რუსი ჩინგიზ ლაბაზანოვი იყო. შეხვედრის პირველ ნახევარში მეტოქეებმა ორქულიანი ფანდები გაცვალეს. მეორეში კი ერთადერთი ქულა ლაბაზანოვმა მოიპოვა და შესაბამისად მედალსაც სწორედ ის დაეუფლა. რეპეშაჟის ფინალამდე გზა მერვედფინალიდან გაიკვლია მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ. პირველ შეხვედრაში მან 5-0 ავსტრიელი ლუკას ჰოერმანი დაამარცხა.
შემდეგ ეტაპზე კი მომავალი ფინალისტის გააზერბაიჯანელებული ირანელის საბახი შარიატის წინააღმდეგობა ვერ დაძლია და რეპეშაჟში გადაერთო. დამამშვიდებელი რაუნდის პირველ ორთაბრძოლაში ქაჯაიამ უკრაინელ მიკოლა კუჩმის 7-4 სძლია. გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბელორუსის სახელით მოასპარეზე ჩუგოშვილთან ნულოვანი პირველი პერიოდის შემდეგ საბოლოოდ 3-0 დამარცხდა და სამწუხაროდ ისიც მეხუთე ადგილს დასჭერდა. რაც შეეხება დარჩენილ 2 66 და 85 კილოგრამ წონით კატეგორიებს, აქ საჩინო დავითაია და მათე სოფაძე პირველივე შეხვედრებში შესაბამისად აზერბაიჯანელ ჰასან ალიევთან და თურქ მეთეხან ბასართან დამარცხდნენ და შეჯიბრება საწყის ეტაპებზევე გამოეთიშნენ. შედეგად ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოში მიმდინარე ევროპული თამაშები უმედლოდ დაასრულა, რაც შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელობა და იმედგაცრუება იყო. როგორც უკვე ითქვა, დღეს დაახლოებით 90-მდე სპორტსმენი გამოვიდა საქართველოს დელეგაციიდან. ყველას ეხლა სათითაოდ, რა თქმა უნდა, ვერ შემოგთავაზებთ. თქვენ ამ ყველაფერს ადევნებთ ჩვენს ეთერში თვალყურს. ახლა თავაზობთ სპორტის იმ სახეობის სპორტსმენთა გამოსვლას, რომლებმაც უკვე იასპარეზეს და მოკლედ შევაჯამოთ მათი გამოსვლა. ბაქოში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს 104 სპორტსმენი წარსდგა. მათგან აზერბაიჯანულ სპორტულ არენებზე ჩვენი 90-მდე თანამემამულე უკვე გამოვიდა. სპორტის სხვადასხვა სახეობებში იყო გარკვეული იმედგაცრუებებიც და სიურპრიზებიც. ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა ალბათ ოლიმპიური მედლების სრული კომპლექტის მფლობელი ნინო სალუქვაძის წარუმატებლობა იყო. ქართველმა ტყვიით მსროლელმა ვერცერთ დისციპლინაში ფინალში გასვლა ვერ შეძლო. ანალოგიური შედეგი ჰქონდათ ლიზი კილაძეს, ნატალია პანასსა და ცოტნე მაჭავარიანსაც. ძალიან დავიღალე, ვიმუშავე, მაგრამ შედეგი ხა ისეთი არ არის, როგორც მინდოდა. ამის თავის მიზეზები აქვს ყველაფერს, მაგრამ რა თქმა უნდა, მინდოდა უფრო მაღალი შედეგის გაკეთება. ჩემთვის იყო პირველი დიდი ტურნირი, რომელსაც გამოვიდოდი ქალებში, მე ხოლმე ახალგაზრდებში ვისვი და ქალები არის 21 წლის ზევით და ამიტომ ნერვიულობდი და ერთი სერია ძალიან ჩამივარდა, თორე ფინალში ხვდებოდი და ეს ძალიან განვიცადე და მომავალშიც აუცილებლად გამოვასწორებ ამ ყველაფერს. საუკეთესო ექვსეულში მეორე ადგილით მოხვდა, მაგრამ ფინალურ ეტაპზე დასანანი შეცდომა დაუშვა ბატოძემ ხტომელმა თენგიზ კოშკაძემ და საბოლოოდ აზერბაიჯანის დედაქალაქიდან მეხუთე ადგილით ბრუნდება. რაც შეეხება თამარ კაკაშვილს, მან საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა. ასევე საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დასრულეს სპორტულ ტანვარჯიშში ნატო ძიძიგურმა და პაატა ნოზაძემ. ჩემი გამოშვით განყოფილი არ ვიყო უკეთეს შემოძლა. არ ხდება და გავახუჭებ. გავოდი მეხუთე ადგილზე. 24 სპორტსმენში მე-17 იყო პლატფორმიდან წყალში ხტომაში თამარ სიჭინავა. მანვე 3 მეტრიანი ტრამპლინიდან 28 გამოსვლაში 21 შედეგი აჩვენა და რა თქმა უნდა ვერც ერთი დისციპლინის ფინალში ვერ გავიდა. ბესიკ გავაშელის მიერ მაუნტინ ბაიკში წარუმატებელი გამოსვლით დაწყებულ ქართველ ველომრბოლთა ასპარეზობა ასევე გაგრძელდა. თუმცა ბესომ რამდენიმე სხვა ქართველისგან განსხვავებით ფინიშამდე მისვლა შეძლო. იმედები არ გამართლდა კარატეშიც. ირაკლი ტყებუჩავამ ქვეჯგუფის სამივე შეხვედრა წააგო და რა თქმა უნდა შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა. შემეძლო ალბათ უკეთ მიასპარეზა, დაუშვა რამდენიმე შეცდომა, ამაც გამომიყრება, რომ მე ვერ გავედი ნახევარფინალურ სტადიაზე. მინგეჩაურის წყალსაცავში მიმდინარე კანოესა და კაიაკის შეჯიბრებებში ყველაზე წარმატებული როგორც მოსალოდნელი იყო ზაზა ნადირაძის გამოსვლა გამოდგა. მან ერთკაციანი კანოეთი 200 მეტრიან დისტანციაზე ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. შემდეგ კი ფინალში გასასვლელად ნახევარი წამი დააკლდა. კაიაკით 400 მეტრ დისტანციაზე ასევე ნახევარფინალამდე მიაღწია ნატურალიზებულმა უკრაინელმა ვლადა კოსიტსკამაც, თუმცა ეს მისთვის მაქსიმუმი აღმოჩნდა. რაც შეეხება სპორტის ამ სახეობის სხვა დისციპლინებს, აქ წარმატების შანსიც არ მოგვცემია. ამ ყველაფრის შედეგი კი ასეთია. ბაქოში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე უკვე მედლების 150-ზე მეტი კომპლექტი გათამაშდა და საქართველოს ანგარიშზე მათგან მხოლოდ 7 ბრინჯაოსა და 3 ვერცხლის მედალია. ამ მაჩვენებლით 50 ქვეყანას შორის 26 ადგილზე ვიმყოფებით. თუმცა წინ კიდევ 6 სათამაშო დღეა. მაშასე, როგორც ითქვა, 6 სათამაშო დღე არის დარჩენილი დასრულებამდე და 4 სახეობაში ყავს მონაწილეები, მოცურავეები, მოფარიკავები,
ძიუდოისტები რა თქმა უნდა და ერთი მოკრივე გელა აბაშიძე რომელიც ხვალ იასპარეზებს და იმედია მისი ხვალინდელი გამოსვლა წარმატებული გამოდგება ეს უკვე ბრინჯაოს მედალს ნიშნავს. ახლა კი სპორტის სხვა სახეობებს გადავიდეთ თბილისში დასრულდა თბილისის თასის გათამაშება რაგბში სადაც საქართველოს ნაკრებმა იასპარეზა ორი შეხვედრა წააგო თუმცა ყველაფერს თავისი ახსნა თავისი მიზეზი აქვს მოდი ვნახოთ სიუჟეტი რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა მოამზადა. სამეტ-21 ივნის ჩატარებული თბილისის თასი მზარდი ირლანდიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. საქართველოს ნაკრების ექსპერიმენტული და ირლანდიელთა საკმაოდ კარგი შემადგენლობის ფონზე კელტები რომ ტურნირის ფავორიტები იქნებოდნენ პირველ ტურშივე გამოჩნდა. კუნძულელები მზარდ იტალიას დაუპირისპირდნენ და საქმე პირველ ტაიმშივე დაუმთავრეს. გრიფინმა, კონვეიმ და მაკლოსკიმ სამი უპასუხო ლელო გაიტანეს. მეორე ტაიმში კი ოჰალორანმა ერთიც მიუმატა და გუნდს ბონუსით გაამარჯვებინა. ბორჯღალოსნებმა ტურნირი ურუგვაის ეროვნულ ნაკრებთან მატჩით გახსნეს. კარიერაში პირველად კაპიტნის სამკლავური და გუნდის მოედანზე გაყვანის პატივი ლევან დათუნაშვილს ერგო. ბორჯღალოსნების კაპიტნობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. პირველ რიგში ქართველი ერის წინაშე, იმიტომ რომ ჯერ ერთი ნაკრებში თამაში ეს არის თითოეული მორაგბისტის დიდი ბედნიერება, ეს თუნდაც იყოს პირველი კეპი თუ მე-60 კეპი. ჯარიმით ანგარიშის გახსნის შანსი ურუგვაელებს ჰქონდათ და ვერ გამოიყენეს. სხვა მხრივ კი დებიუტში მეტოქეს ვაჯობეთ, რაც მიქაუტაძის ლელოშიც აისახა. ციკლაურმა გარდასახვაც გაიტანა და მოგვიანებით საჯარიმო დარტყმაც. თუმცა სტუმრები ნელ-ნელა გაგვითამამდნენ და 21 წუთისთვის ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს. ორმაეჩეამ ჯერ ჟარიმა გაიტანა. შემდეგ კი ტექნიკური ლელოს გარდასახვა მოუწია, რომელიც საჯმა მას შემდეგ ჩათვალა, რაც ლომიძემ ურუგვაელთა კონტრშეტევისას უბურთო მეტოქე შებოჭა და მოედნის 10 წუთით დატოვებას მოუწია. ყვითელი ბარათი მსაჯმა სულ 3-ჯერ გვიჩვენა. მეტოქე კი ერთხელ იყო კაცნაკლული. ციკლაურის ზუსტი საჯარიმოს წყალობით ტაიმი ქართველებმა მაინც გამარჯვებით დაასრულეს. მეორე ნახევარში დაცვაში უკეთავ თამაშით. მეტოქემაც შეცდომების დაშვებას მოუხშირა. სტატიკაშიც ქართველებმა იძალეს, რაც საბოლოო ჯამში ანგარიშიც აისახა. ციკლაურმა და მალაღურაძემ ბორჯღალოსანთა მონაგარს კიდევ 6 ქულა მოუმატეს. 19-10 საქართველოს სასარგებლოდ. შეთამაშებისთვის დიდი დრო არ გქონდა, ასე რომ მიღწეული შედეგით მაყოფილი ვარ. რამდენიმე პერსპექტიული მორაგბე დავინახე. განსაკუთრებით ბექა გორგაძე და გიორგი ფრუიძე მინდა გამოვყო. ფრუიძე უკვე 3 წელია ეროვნულის კანდიდატად მოიაზრებოდა და დღეს დაამტკიცა, რომ მისი იმედი სრულიად სამართლიანად ჰქონდა. მეორე ტაიმში აგრესიას ვუმატეთ, დაცვაში უფრო ყურადღებით ავთამაშით და წარმატებას ამის ხარჯზე მივაღწიეთ. ტურნირის მეორე დღე სამწუხაროდ წუთიერი დუმილით დაიწყო. მონაწილეებმა წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი. რაგბის კავშირმა კი გადაწყვიტა ბილეთების გაყიდვის შედეგად ჩამოსული თანხა მთლიანად დაზარალებულთა ფონდში გადაერიცხა. ურუგვაი ამჯერად მზარდ ირლანდიას გადაეყარა და მიუხედავად იმისა, რომ პირველ თამაშთან შედარებით უკეთ გაისარჯა, დიდი ანგარიშით 7-23 დამარცხდა. სამწუხაროდ ქართველთათვის მეორე მატჩი უიღბლო გამოდგა. პირველ 10 წუთში გუნდებმა თითო ზუსტი საჯარიმო დარტყმა გაცვალეს. შემდეგ კი ტრამვის გამო მოედნის დატოვება მალაღურაძეს მოუწია. მის ადგილას ცენტრიდან ტალახაძემ შეიწია, მოედანზე კი ოთარ გიორგაძე გამოვიდა. ძირითადი დამწყვრელის გარეშე დარჩენილებმა რამდენჯერმე ხელსაყრელი ჯარიმის გატანა ვერ მოახერხეთ. მეორე ტაიმის სტუმრებმა კარლო კანას არეკნით დაიწყეს. შემდეგ კი ტაიმის შუაში 7 წუთიან მონაკვეთში 2 ლელო გაგვიტანეს და როგორც აღმოჩნდა, თამაშის ბედი გადაწყვეტეს. გარდა ამისა, კანამ კიდევ 2 ჯარიმა მიაყოლა. ასე რომ მატჩის ბოლოს გორგაძის დადებულმა ლელომ ვეღარ გვიშველა და 10-26 წავაგეთ. იტალია ძალიან კარგი გუნდია, სწრაფი და აგრესიული. დიდებიც არიან. ამას გარდა მეორე ტაიმში რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით. თუმცა არც პირველ ნახევარში ყოფილა უშეცდომობა. რა თქმა უნდა, მალაღურაძის ტრავმამაც იმოქმედა. თუმცა ტალახაძეს 10 ნომერზე აქამდეც უთამაშია და არც ახლა გაუფუჭებია საქმე. მესამე ტურში საქართველოს ნაკრებს მეორე ადგილზე გასვლის მეტნაკლებად რეალური შანსი რომ დარჩენოდა, ურუგვაის იტალიისთვის უნდა მოეგო. თუ არა და შემდეგ ბორჯღალოსნებს ირლანდიელთა ბონუს გულით დამარცხება მართებდათ. თუმცა სასწაულები რაგბიში ყველაზე ნაკლებად ხდება და ტურნირის დარჩენილ 2 შეხვედრაში ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა. ურუგვაელებმა იტალიელებს პირველ ტაიმში ჯარიმა და არეკნი გაუტანეს, თუმცა პასუხად 2 ლელო მიიღეს. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე არბოლიას მიერ გატანილმა ლელომ სიტუაციას ვეღარ უშველა და იტალიამ 23-13 იმარჯვა. თბილისის თასის დაწყვნითი მატჩი ბორჯღალოსანთათვის ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა. 2013 წლის მეორე ადგილოსანმა მზარდმა ირლანდიამ ტიტული ამჯერად საკმაოდ იოლად მოიპოვა. ანგარიში მასპინძლებმა ლომიძის კარგი ლელოთი გახსნეს, თუმცა სტუმრები მალევე მოეგნენ გოლს და ნელ-ნელა უპირატესობაც მოიპოვეს.
ისიც აღსანიშნავია, რომ მე-11 წუთზე ტრამვის გამო გუნდი კაპიტნის ლევან დათონაშვილის გარეშე დარჩა. ძალიან დიდი მოქმედება იყო თამაშზე იმისა, რომ მესამე ხაზში მე ბინგო გადავიდა მეორე ხაზში, ლაშა გავიდა ორი მესამე ხაზელი დაგვაკვდა და აქედან გამომდინარე ძალიან სწრაფი ბურთები ჰქონდა, ძალიან სწრაფი რაკი ჰქონდა და გაგვიჭირდა თამაში. ირლანდიელებმა ანგარიში ჯერ საჯარიმო დარტყმით გაქვითეს. შემდეგ კი საჯარიმო ლელოს წყალობით წინაც გავიდნენ. ირლანდიელებს ფრთებზე მთელი ტურნირის განმავლობაში ბადალი არ ჰყავდათ და ეს ბოლო მატჩის მეორე ტაიმშიც დაამტკიცეს. მეთილიმ 2 ლელო დაგვიდო, ენდრიუ კონვეიმ 1, მასტერსონმა და ბილამმაც თითო დაამატეს. საბოლოოდ მზარდმა ირლანდიამ 45-12 იმარჯვა და თასს სრულიად სამართლიანად დაეუფლა. პირველ ორ თამაშში პირველი ნახევრები ვითამაშეთ კარგად, მეორეები კი ჩავაგდეთ. ამჯერად პირიქით გამოვიდა რაც მახარებს. გამოდის რომ რთული მეტოქის წინააღმდეგ თამაშისას გადაწყობა მოვახერხეთ და ჩვენსაც მივაღწიეთ. ტურნირი დანიშნულებისამებრ გამოვიყენეთ. პერსპექტიული მორაგბეები მოვინიშნეთ. ზოგზე ალბათ ამ ეტაპზე უარს ვერ ვიტყვით. მეორე ტაიმში ჩვენი უარესი თამაშის თავარი მიზეზი ფიზიკური მომზადება იყო. ცუდ კონდიციაში ნამდვილად არ ვართ, მაგრამ მეტოქეს მეტი ძალა აღმოაჩნდა და თავს საკუთარი თამაში მოგვახია. საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ. ასეთი ტურნირები გაზრდაში ძალიან გვეხმარება. საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო თბილისის თასის მსგავსად ახლაც მესამე ადგილი დაიკავა. თუმცა ბორჯღალოსნებს მალე გაცილებით სერიოზული ტურნირი ელით, სადაც მათი სრული შემადგენლობა და ნამდვილი ძალა უნდა ვიხილოთ. როგორც სიუჟეტიდანაც ნახეთ, მილტონ ჰეიგი კმაყოფილია, მას თავისი მიზანი ჰქონდა და როგორც ჩანს ეს მიზანი შესრულდა. ასევე სიუჟეტში ითქვა, რომ მთავარი ტურნირი ბორჯღალოსნებს წინააღმდა სწორედ ამ ტურნირისათვის მოსამზადებლად გამოდგებოდა ეს შეჯიბრი. რაც შეეხება მთავარ ტურნირს, მე მინდა ჩვენ მაყურებელს უთხრა, რომ როგორც მოიხსენებათ, რაგბში მსოფლიო ჩემპიონატი სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება და მე შემიძლია დღეს უკვე დანამდვილებით გითხრათ და დადასტურებით თქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხი სრულად შემოგთავაზებთ რაგბში მსოფლიო ჩემპიონატს და ვფიქრობ, იქნება სპეციალური გადაცემები და ჩვენი მაყურებელი, ჩვენი ქართველი გულშემატკივარი ნამდვილად კმაყოფილი დარჩება. აქვე დავამატებ იმასაც, რომ კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი ცოტათი ადრე იწყება 5 სექტემბერს და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის მატჩებსაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების მატჩებს მნიშვნელოვან შეხვედრებს საზოგადოებრივი მაუწყებელი აუცილებლად შემოგთავაზებთ. და კიდევ კითხვა, რომელიც იყო მუდმივად და ეს ჩვენ შემდგომ სიუჟეტსაც ეხება, იქნება თუ არა ჩემპიონთა ლიგა პირველ არხზე. იქნება ამის რადგან ამაზე ჩამოვარდა საუბარი, ამასაც გეტყვით მომდევნო 3 სეზონის განმავლობაში პირველი არხი საზოგადოებრივი მაუწყებელი აუცილებლად შემოგთავაზებთ და შემოგთავაზებთ უფრო განსხვავებულ ფორმატში, რადგანაც ამჯერად საშუალება გვექნება ჩვენ რომ თითო ტურში შემოგთავაზოთ მინიმუმ 2 შეხვედრა პირველ და მეორე არხზე, ასე რომ სპორტული ასპარეზობები გრძელდება პირველ არხზე და ევროპულ თამაშების შემდეგაც ეს ყველაფერი გაგრძელდება. რადგან ამდენს ვსაუბრობ, იმასაც გეტყვით, რომ ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრებსაც პირველი არხი აუცილებლად შემოგთავაზებთ აგვისტოს ბოლოს. ახლა კი ცოტა ხნით ისევ წინა სეზონში გადავინაცვლოთ, როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის დასკვნით დღეს, ფინალის დღეს აღამ სტუდიაში გათამაშდა მთავარი პრიზი Hyundai i10 და ის ერთ-ერთმა მაყურებელმა, რა თქმა უნდა, ჩვენმა მაყურებელმა მოიგო. მას უკვე გადაეცა ეს ავტომობილი, მალევე ეს სიუჟეტი წინაორშაბათს უნდა გასულიყო, თუმცა არსებული მიზეზის გამო, ყველასათვის ნაცნობი მიზეზის გამო, დღეს გთავაზობთ ამ სიუჟეტს. პირველი არხის ტრადიციული ვიქტორინის, რომელიც UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის დასრულებული სეზონის პარალელურად მიმდინარეობდა, გამარჯვებული გამოვლინდა. ფორტუნამ გორელ გულშემატკივარ ლაშა მიხანაშვილს გაუღიმა, რომელსაც პრიზად ავტომობილი Hyundai i10 გადაეცა. გამარჯვებულის თქმით, ვიქტორინაში მონაწილეობას იგი ყოველკვირეულად იღებდა, თუმცა წარმატების იმედი ნაკლებად ჰქონდა. ძალიან დიდი სიხარული გამიცადე, რა თქმა უნდა, გამიხარდა. მადლობა UEFA-ს. პირველ არხს და უნდა ეს წარმოგდგენდეს თბილისში. მეუღლის უნდა ვაჩუქო საჩუქრად. საჩუქრად უკეთე მეუღლის. ამჯერად ავტომობილი Hyundai i10 თბილისიდან გორში გაემგზავრა. პირველი არხი კი თავის ერთგულ მაყურებელს სიურპრიზებს მომავალში წირდება. თანამშრომლობთ 5 წელია და ახლა ძალიან კმაყოფილად უკვე არაერთი ბედნიერი ადამიანი გავუშვით და ალბათ კი გავაგრძელებთ თანამშრომლობას.
მე ძალიან მიხარია, როდესაც ესეთ ბედნიერი ადამიანები არიან და ჩვენი მეშვეობითაც ისინი იგებენ პრიზებს იმ სიამოვნებასთან ერთად, რომელიც მათ აქვს, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მატჩების ცქერის დროს. და ჩვენი ბოლო სიუჟეტი თუ რატომ შეიძლება ბევრისთვის ცოტა გასაკვირი იყოს, მაგრამ გეტყვით, რომ ესეც ამ თემის გაგრძელება არის, რაზეც საუბრობდი. უკვე შეძენილია ლიცენზია 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და ამავდროულად 2017 წლის კონფედერაციის თასის და FIFA-ს მოთხოვნა არის, რომ ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ჩვენ აუცილებლად გავაშუქოთ ის შეჯიბრებები, რომლებსაც FIFA ატარებს. ერთ-ერთი მათგანი ამ დღეებში მიმდინარეობს კანადაში 6 ივნისს დაიწყო და 5 ივლისს დასრულდება ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ჩვენი აუცილებელი პირობა და რომ ამ სიუჟეტებს ჩვენ შევთავაზებთ ქართულ მაყურებელს და ეს არის ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაცია, თანაც დავამატებ იმასაც, რომ ჩვენი გოგონები უკვე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ძირითად ბადეში მოხვდნენ და ალბათ საომავლოდ ჩვენ მოგვიწევს ქალთა ფეხბურთი, ისედაც საუბარი. ახლა კი გთავაზობთ ჩვენ სიუჟეტს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება, რომელშიც უკვე მერვედფინალური ეტაპებია. კანადაში მიმდინარე ქალთა მე-7 მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპი დაიწყო. ტურნირმა სტარტი 6 ივნისს აიღო. პლეი-ოფის საგზურისთვის კი 6 ჯგუფში განაწილებული 24 ნაკრები იბრძოდა. 16-მა მათგანმა შემდეგ ეტაპზე გააღწია. აქედან 5-მა უკვე მეოთხედფინალის საგზურის მოიპოვა. ჩემპიონატის უმთავრესმა ფავორიტმა გერმანიის ნაკრებმა შვედებს შანსი არ დაუტოვა. სასიჩის, დუბლისა და მიტტაგისა და მაროჟანის გოლების წყალობით მათ მეტოქე 4-1 დაამარცხეს. გუფურ ეტაპზე ორგზის მსოფლიოს ჩემპიონებმა კოტ-დივუარი 10-0 გაანადგურეს. შემდეგ ნორვეგიას 1-1 დაუზავდნენ და ტაილანდს 4-0 მოუგეს. 4 თამაში ევროპელებს 19 გოლი აქვთ გატანილი. აქედან 5-5 მიტტაგისა და სასიჩის ანგარიშზეა. ჩინეთმა ტურნირი მასპინძლებთან 0-1 მარცხით დაიწყო. თუმცა შემდეგ ამავე ანგარიშით ჰოლანდიას სძლია. ახალ ზელანდიას კი 2-2 ეთამაშა და 4 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. მერვედფინალში ჩინელთა მეტოქე პლეი-ოფში გასული ერთადერთი აფრიკული გუნდი კამერუნის ნაკრები აღმოჩნდა. აზიელებმა ვანგის გოლის წყალობით იმარჯვეს. ტურნირის კიდევ ერთმა ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მაქსიმალური შედეგით დაასრულა. კორეას სამხრეთ ამერიკელებმა 2-0 სლიეს, ესპანეთსა და კოსტა-რიკას კი 1-0. ამის მიუხედავად ავსტრალიური ბარიერი მათთვის დაუძლეველი აღმოჩნდა. მერვედფინალში 4 ქულით გასულმა ოკეანელებმა საიმონის გოლის წყალობით 1-0 გაიმარჯვეს. ერთადერთი გუნდი, რომელიც ჯგუფში პირველ ადგილზე ისე გავიდა, რომ თამაში წააგო, საფრანგეთი აღმოჩნდა. ფრანგებმა ინგლისს და მექსიკას სლიეს, კოლუმბიას კი ვერაფერი მოუხერხეს. თუმცა მერვედფინალში ევროპელებმა საქმე 5-0-ზე შეასრულეს და სამხრეთ კორეის ნაკრებს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. ტურნირის მასპინძელი კანადა პირველ რიგში დაცვაში კარგი თამაშით გამოირჩევა. ერთ-ერთი საუკეთესოა გოლკიპერი ერინ მაკლეოდი, რომელმაც გასულ 4 თამაშში გუნდი არაერთხელ გადაარჩინა. ჯგუფში კანადელებმა ჩინელებს სძლიეს, ჰოლანდიას და ახალ ზელანდიას კი დაუზავდნენ. მერვედფინალში მათი მეტოქე შვეიცარიის ნაკრები აღმოჩნდა, რომელიც ბილინჯერის გოლის წყალობით ტურნირიდან გამოთიშეს. ნორვეგია, ინგლისისა და აშშ კოლუმბიის მერვედფინალური შეხვედრები დღეს მოგვიანებით გაიმართება. იაპონია ჰოლანდიისა კი კიდევ ერთ დღეში. მაშასე ესე სრულდება ჩვენი გადაცემა, ის იმედი ქონდა, რომ ჩაერთვებოდა ის ვებგვერდი, რომელზეც სურთ გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა, ბილეთები როგორც მაცნობებენ ჯერჯერობით ჩართული არ არის, ასე რომ სამწუხაროდ ისევ მოგვიწევს ყველას ერთად მოცდა ბილეთების შეძენის სურვილებს გულისხმობ, რა თქმა უნდა. მე გემშვიდობები ჩვენ დილის 8-ს და დიდი ხნით არ გემშვიდობები, დილის 8 საათიდან ისევ შევხვდებით ერთმანეთს და იწყება ევროპული თამაშების მორიგი მე-11 დღე, ასე რომ ძალიან ცოტა ხნით გემშვიდობებით ნახვამდის.